მშვიდობის ეთერშია თავისუფალი სტუდია, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. მიიწურა იმ პოლიტიკური კვირის ნახევარი, რომლის შესახებაც ოპოზიციურმა პარტიებმა განსაკუთრებული მოლოდინების შექმნას. შესაბამისად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რა იქნება 4 ოქტომბერს, რა შეძლებს ერთი მხრივ ლელო და გახარიას პარტია, რომლებიც უზარმაზარი წინააღმდეგობის მიუხედავად თვითმმართველობის არჩევნებში შევიდნენ. და რას შეძლებს მეორე მხრივ ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც ამ თვეების განმავლობაში მშვიდობიანი რევოლუციის პერსპექტივაში არწმუნებდა საზოგადოებას. მას ასე ერთი დღეც და დგება 4 ოქტომბერი, შესაბამისად ეს თარიღი ჩვენი დღევანდელი გაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. თავდაპირველად დავიწყებთ საერთო სახალხო აქციით და ნაციონალური მოძრაობით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია იმ პარტიებს შორის, ვინც დარწმუნებულია, რომ 4-ში ძალაუფლებას საკუთარ ხელში ქართველი ხალხი აიღებს. მას ასე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი გახსნის თავისუფალ სტუდიას. მოგესალმებით, ლევან და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ ლევან, ხვალ არა და ზეგ უკვე 4 ოქტომბერია, დღე რომელთან მიმართებაშიც დიდი მოლოდინების შექმნა ნაციონალურ მოძრაობამ, ამიტომ დავიწყოთ სწორედ 4 ოქტომბერზე, როგორც საერთო სახალხო პროტესტის დღეზე საუბარი. ალბათ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რა სიზამს ამ დღეს გავასაარჩევნო უბაზე თუ გამოვა რუსთაველის გამზირზე, მაგრამ სავარაუდოდ არიან ისეთებიც, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, თუნდაც იმიტომ, რომ არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია, რა იქნება 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე. ამიტომ მოდით პირველ რიგში ამ კატეგორიის ადამიანებს უთხარით, რა იქნება 4 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. სად ეპატიჟებით ვიცით, თუმცა კონკრეტულად რა გეგმაში მონაწილეობისთვის ეპატიჟებით მოქალაქეებს. თავდაპირველად უნდა დავაზუსტოთ, რომ ეს არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული თარიღი, ან დაორგანიზებული თარიღი. ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ამ თვეების განმავლობაში საზოგადოება რუსთაველი, პაატა ბურჭულაძე, ლევან ხაბეიშვილი და თანამოაზრეები აორგანიზებენ ამ აქციას და მოუწოდებენ ხალხს 4 ოქტომბრის და ოქტომბრის დასასწრებად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ქართული ოცნება მუდმივად ცდილობს, რომ ეს აქცია წარმოაჩინოს როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია. არამც და არამც ეს არის მოძრაობა რუსთაველის მიერ დაორგანიზებული აქცია და პარტია მხარს უჭერს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა და რაც იცით, რომ 13 წლის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მუდმივ საპროტესტში არის და მუდმივ ბრძოლაში არის. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ერთიანი მოძრაობა ერთადერთი პარტია, ვისაც მკვეთრი პოზიცია, ცალსახა პოზიცია გააჩნია, რომ სადაც ქართველი ხალხი იქნება, სადაც ქართველი ხალხის საპროტესტო ხმა გაისმება, იქ იქნება ნაციონალური მოძრაობას და ეს ასე იქნება 4 ოქტომბერს. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ მხარდამჭერებსაც, აქტივისტებსაც მოუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს ყველა ერთად შევიკრიბოთ და ქართულ ხალხთან ერთად დავდგეთ ამ ყველაზე ძიმე და იმავდროულად ჩვენი მოქმედებებით ეს ძიმე დღე უნდა ვაქციოთ ზეიმის გამარჯვების დღედ. აქ საუბარია ხოლმე, რომ 4 ოქტომბერს დაიწყებს და 4 ოქტომბერს დაასრულებს და ასე შემდეგ. უნდა თავდაპირველად ასევე განისაზღვროს, რომ 4 ოქტომბერს არაფერი არ იწყება. დიდი ხნის წინ არის დაწყებული უკვე 300 დღეზე მეტი არის უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უამრავი საზოგადოებრივი ჯგუფი ღებულობს მონაწილეობას 300 დღეზე მეტია საპროტესტო აქციებში რუსთაველზე და ესეთი უწყვეტი საპროტესტო აქციების ასე ვთქვათ ჯაჭვი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და ეს პროცესი ბუნებრივია 4 ოქტომბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ სიმძიმე უნდა შევძინოთ ამ საპროტესტო აქციებს და ვფიქრობთ, რომ უნდა გავიმარჯვოთ. ეს უნდა იყოს გამარჯვების დღე. საზეიმოდ უნდა დაუძახოთ ქართულ ხალხს, იმიტომ რომ რეალურად ყველა წინაპირობა არის და ხელისუფლება მაჩვენა, რომ ის არაპირებს არავითარი დემოკრატიის თამაშსაც კი ან მოჩვენებასაც კი ამ ქვეყანაში ცალსახად გაავლო ხაზი დასავლეთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებსა და რუსეთს შორის და საქართველოს სამწუხაროდ აღმოჩნდა უკვე საერთაშორისო გეოპოლიტიკაში აღმოჩნდა უკვე რუსეთის მხარეს, რუსეთის გავლენის სფერო და ვასალ სახელმწიფოდ ითვლება. ამიტომ ამ არჩევანთან მიმართებაში ქართულმა ხალხმა გადამწყვეტი როლი და გადამწყვეტი ფუნქცია უნდა შეასრულოს. დიდი რაოდენობით მოქალაქეების გასვლა რამდენად უდრის ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლას ავტომატურად და აქვე მიხეილ სააკაშვილმაც გავრცელა დღეს წერილი სოციალურ ქსელში, სადაც რეგიონებში ცხოვრობ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ჩამოვიდნენ თბილისში და დადგნენ სწორედ რუსთაველის გამზირზე. 23 ნოემბერს ბევრი მირჩევდა არ შევსულიყავი პარლამენტში, მე კი შევასწარი ზუსტად იმ წამს, როცა შევარდნაძე აპირებდა ლეგიტიმურად გამოეცხადებინა პარლამენტი და შევაწყვეტინა სიტყვა 4 ოქტომბერს თბილისში ჩამოსვლა და რუსთაველზე მისვლა.
ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აღარ მოგვეცემა, თუ კი საერთოდ მოგვეცემა, ამბობს სააკაშვილი. რამდენად ეთანხმებით და თუ კი ეთანხმებით, რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის უკანასკნელი შანსი, მეორე მხრივ რას აკეთებს ნაციონალური მოძრაობა იმისთვის, რომ მაშინ ეს უკანასკნელი შანსი გამოიყენოს და თუ კი მაინც ეს ასე არ გამოვა, რა ხდება უკვე 5 ოქტომბრიდან, ესეც საინტერესოა, ანებებთ თავს ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლას, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ შეძელით ამ ბოლო შანსის გამოყენება. ლელა, ნაციონალური მოძრაობა ამ რეჟიმს სახელი დაარქვა ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც რუსული სპეცოპერაცია უწოდა ივანიშვილის შემოსვლას პოლიტიკაში და 2012 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და ყოველ წელს ქართული ოცნება ადასტურებს, ივანიშვილი ადასტურებს, ეს არის რუსული ხელისუფლება და ამ ბოლო წლების განმავლობაში ეს განსაკუთრებულად გამოვიკვეთა და ჩამოყალიბებული სახე მიეცა. ამიტომ ეს ცალსახად და ერთმნიშვნელოვანი არის, ამიტომ ბრძოლას ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ, სანამ საქართველოს ეროვნული ინტერესები არ მოვა იმ წყობრში, რასაც ქართველი ხალხი ისურვებს. ეს არის ევროპული პერსპექტივა, ევროპული მომავალი, რუსული რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებით და ამიტომ ეს ბრძოლა მუდმივი არის. და ეს ბრძოლა თავისუფლებისათვის არ შემოიფარგლება განსაზღვრული დროებით და განსაზღვრული ამოცანებით. ჩვენ ამის უახლოესმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლას ჭირდება მუდმივი ბრძოლა და მუდმივი მოქმედებები. ეს ერთი. მეორე, თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის თითოეული ადამიანის და 100,000-ობით ადამიანის გამოსვლა ქუჩაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეულმა ჩვენი ხანდახან არის ხოლმე კითხვები, რომ რა გეგმა არის და რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ. უნდა გადავდოთ ტელევიზორის პულტი გვერდზე, გამორთოთ კომპიუტერი, გამორთოთ სოციალური ქსელები და წავიდეთ რუსთაველზე და დავწეროთ საქართველოს უახლოესი ისტორია. თითოეული адамიანი მოსვლა, თითოეული ადამიანის მოქმედება, პირადი თავგანწირვაც კი თუ საჭირო გახდა, ჩვენება იმისა, რომ თითოეული ადამიანი არის რუსთაველზე და ითხოვს კონკრეტულ მოთხოვნებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს, ეს არის თითოეული ადამიანის ეროვნული ამოცანა, ეროვნული მისია. მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ. მიხეილ სააკაშვილი 2021 წლამდე იყო უკრაინის პოლიტიკაში. წარმატებული თანამდებობები ჰქონდა, საერთაშორისო პოლიტიკაში აღიარებული იყო და მოქმედი საერთაშორისო პოლიტიკოსი იყო მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ როდესაც ხედავდა ქვეყანა უფსკულისკენ მიემართებოდა და რუსული რეჟიმი უკვე სახეს თავის სახეს ამჟღავნებდა, გადადგა სიცოცხლის და ფიზიკური ჯანმრთელობის სარისკო ნაბიჯი და ჩამოვიდა ამ ქვეყანაში, ჩაждდა ივანიშვილის საპყრობილეში, პუტინის საპყრობილეში და იქედან მოუწოდა დაჩვენა მაგალითი როგორ უნდა ებრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და ევროპული მომავლისათვის. ლევან ხაბეიშვილმა პირადი თავდადების ხარჯზე შეძლო ამ მუხტის შექმნა 4 ოქტომბერთან მიმართებაში და როგორც საზოგადოებამ დაიჯერა 4 ოქტომბრის მნიშვნელობა, საზოგადოება აყვა ამ მუხტს და ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯი და დააპატიმრა. ამიტომ თითოეული ადამიანის მონაწილეობა უნდა იყოს გადამწყვეტი ამ ბრძოლაში. ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ იქამდე ისევ აი ამ დღის წესრიგს მინდა დაუბრუნდეთ და რატომ აი მაგალითად პაატა ბურჭულაძე, რომლის მოძრაობაც თქვენც თქვით, რომ მთავარი ორგანიზატორია საერთო სახალხო პროტესტის, ამბობს, რომ რუსთაველზე ამ დღეს ჩატარდება ეროვნული კრება, ისე როგორც მოხდება მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება. ამ პროცესში თქვენც იღებთ, ანუ ნაციონალური მოძრაობაც იღებთ მონაწილეობას. არა, ჩვენ არანაირი წინასწარი რა მოხდება ეროვნული კრების ფარგლებში, ან ვინ იქნებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები? ხო, ზოგადად ეროვნული კრება რა არის, ვიცით, მაგრამ ასეთი კრება ქუჩაში არ ტარდება, ხო? შესაძლოა საინტერესოა ისიც, რა მინისტრთა კაბინეტის საუბრობს მართლა როგორ უნდა შეიძინოს, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია რუსთაველზე დამტკიცებულმა წარმომადგენლობითმა ორგანომან მინისტრთა კაბინეტი. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რა მინისტრთა კაბინეტზე საუბარი, საერთოდ ამ თანამდებობების განაწილებას რა ზრდა მნიშვნელობა აქვს, მეგონი. ნაციონალურ მოძრაობაშიც კი არ გაქვთ ინფორმაცია. და ხო, იმიტომ რომ არ ვართ ამ პროცესების აქტიური ორგანიზატორები, ამ პროცესს ყავს თავისი ორგანიზატორი, თავისი ინიციატორები და დღის წესრიგიც განსაზღვრულია და ჩვენ როგორც რიგითი ადამიანები, რიგითი მოქალაქეები ამ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ პირველი უნდა მოვიდეს 100,000-ობით ადამიანი. ხალხის მოსვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხოლმე საერთო სახალხო პროტესტის დროს და ასეთი მასშტაბის საპროტესტო ღონისძიების დროს. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ გეგმებთან დაკავშირებით ნიჰილიზმი მუდმივად ცდილობს ქართული ოცნება, რომ ნიჰილიზმი შემოიტანოს, რომ აი რა გეგმა არის და რას აპირებს და ასე შემდეგ. გეგმა
გეგმა არ არის ის, რომ 4 ოქტომბერი 3 თვით ადრე 4 ოქტომბერზე საერთოდ ხსენებაც არ იყო და არც არავინ არ აპირებდა ასეთი მნიშვნელოვანი საპროტესტო მუხტის აწევას და ამ 3 თვის განმავლობაში პაატა ბურჭულაძის, ლევან ხაბეიშვილის მოქმედებით ეს გეგმა განხორციელდა, შედგა და 4 ოქტომბერმა დღეს საერთო ეროვნული დღის მნიშვნელობა შეიცია. გეგმა არ არის ის, რომ ლევან ხაბეიშვილმა მის თანამებრძოლებთან ერთად შეძლო და საზოგადოებას აჩვენა ქართული ოცნების რღვევის პროცესი. როგორ შიდა პოლიტიკურ კრიზისში არის ქართული ოცნება, რომ ასე ვთქვათ, კორუფციული გარჩევები მიმდინარეობს, დაანონსება ხდებოდა თითოეული დაჭერის, ვის მიმართ განხორციელებოდა ეს სამართლებრივი დევნა და ამ შემდეგ ეს ინფორმაცია გამოდიოდა და ამანაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 4 ოქტომბრის მუხტის შექმნაში. აი ეს გეგმა არ არის იმაზე საუბარი, როდესაც აგეშინაგა საქმეთა სამინისტროს გეგმა მოიპოვეს ჩვენმა მოაზრეებმა და საზოგადოებას აჩვენეს, როგორ აპირებს ივანიშვილი დაუპირისპირდეს საქართველოს საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას, რომელიც 4 ოქტომბერს გამოვა და ამ გეგმის შესაბამისად ისინი ხალხზე ძალადობას აპირებენ. ამიტომ ეს გეგმები, ის რომ 4 ოქტომბერი უკვე შედგა, 4 ოქტომბერზე უკვე ყველა საქართველოს მოქალაქეს საუბრობს, გარკვეული მოლოდინები და დიდი მოლოდინებიც არის შექმნილი ამ თემასთან დაკავშირებით, უკვე არის გეგმის განხორციელება. ამიტომ ჩვენ დაგვრჩა ის, რომ 4 ოქტომბერს ყველა გამოვიდეთ ქუჩაში, ტელევიზორით არ ვადევნოთ სეირს თვალი, ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენ დავწეროთ საქართველოს ისტორია. ბუნებრივია, ყველა საკითხზე წინასწარი საუბარი არ იქნება, ვერ იქნება, რა ლოკაციებზე მოხდება შეკრება და სად ვინ განთავსდება და ასე შემდეგ. ეს ამაზე ხო ვერ დავიწყებთ კითხაობას. არის კონკრეტული დღე ხალხის რაოდენობიდან, მუხტიდან გამომდინარე, აქციის ორგანიზატორები შემოგთავაზებენ თავის დღის წესრიგს და ბუნებრივია, ადგილზე გადაწდება ყველაფერი. კეთილი არ არის ალბათ გასაკვირი, რომ თქვენთან ინტერვიუში ჩვენი დროის დიდ ნაწილს დავუთმობთ სწორედ 4 ოქტომბერთან დაკავშირებულ თემებს, კიდევ ერთხელ თქვენ შექმენით ამ დღესთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები, ამიტომ 4 ოქტომბრის თემაზე სხვადასხვა კუთხით მინდა რომ დაგისვათ კითხვები და ერთ-ერთი არის ის ნაწილი, რასაც თქვენ შეეხეთ, პროცესების როგორ განვითარებას შეიძლება ველოდოთ და ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა, ასე ვთქვათ, რომელიც ამ თემასთან მიმართებაში ისმის. ხო, შესაბამისად, აი პროცესების როგორი განვითარებისთვის ხართ მზად, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნების მხრიდან ყოველდღიურად გვესმის განცხადებები, გაფრთხილება პოლიტიკური ოპონენტების, რომ სახელმწიფო იქნება ძალიან მკაცრი, თუ კი კანონიდან, ასე ვთქვათ, კანონის ჩარჩოებიდან უდნავ მაინც გახვალთ. წაგიცდებათ ხელი და წამოკრავთ ფეხსო, გეუბნებათ ირაკლი კობახიძე და არა მხოლოდ. რა არის ის სავარაუდო სცენარები, რაც ასე ვთქვათ, პირველი ლელა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობას ან ვინმეს პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, მოღვაწეს და ლიდერს კი არ ემუქრებიან ქართულ ხალხს. და ქართულ ხალხს კონსტიტუციის შესაბამისად ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი. და ეს ხელისუფლების წყაროს ეს ძალმოსილება და უფლებამოსილება ქართულმა ოცნებამ მოპარა. როდესაც 24 წლის საპარლამენტო არჩევნები უბრალოდ დაწერა, გადაიფორმა, გახსოვთ ხო, გაჟონილი ბიულეტენები, ღიად ფარულის ნაცვლად, ღიად განხორციელებული არჩევნები და ამ არჩევნების შემდგომ ამ ხელისუფლების მიერ, ქართული ოცნების მიერ ხელისუფლების მიტაცება და მათი საერთაშორისო იზოლაცია ხელს არავინ ართმევს საერთაშორისო ასპარეზზე ქართულ ოცნებას, საერთო რაღაცა ღონისძიებაზე თუ მოხვდებიან, სურათს რომ გადაიღებენ ან წასჩურჩულებენ რომელიმე ლიდერს, ამაზე მთელი პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ თურმე რაღაცა საერთაშორისო აქტივობებში ეთულებათ და ცდილობენ რომ ჩაითვალოთ. ამ ვითარებაში არის ეს გეწოდებული ხელისუფლება, როდესაც ქვეყნის შიგნით საერთოდ არ აღიარებს ხელისუფლებას საზოგადოება და 300 დღეზე მეტი არის უწყვეტი საპროტესტო რეჟიმში ცხოვრობს საზოგადოება, ხო? ამიტომ ამ ფონზე არ არის ლეგიტიმური თუნდაც კალაძის, დინარაძის თუ სხვა ლიდერების განცხადებები და მუქარები. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ქართულ ხალხს ემუქრებიან. რაზე შეიძლება იყოს ქართველი ხალხთან ბრძოლა არც ერთ ხელისუფალს ვერ მოუგია და არ მოუგია. ამიტომ ჩარჩოებს. ბუნებრივია, არამც და არამც. როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ აქციის ორგანიზატორები ვინმეს რაღაცა ძალადობისკენ მოუწოდებენ ან ძალადობრივ აქციაზე აპატიჟებიან. ეს არის მშვიდობიანი საპროტესტო ეროვნული გამოსვლა.
სადაც ჩვენ ვითარებაში ვართ. ცალკეული სახელმწიფო უწყებების იმ ვითარებაში ვართ. გეგმები მესმის ახლა თქვენი ჟურნალისტური ინტრიგა არის, რომ რაღაცა ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდოთ, ვის ადაპირებს დგომას, პიკეტირებას და ასე შემდეგ. მესმის, ეს არის ბუნებრივი ინტერესი, ხო, მაგრამ ყველაფერზე საუბარი, რა ვიცი, ამაზე არაერთხელ ისაუბრეს აქციის ორგანიზატორებმა, ვინც ამ პროცესების სათავეში არის და მე მგონი საკმარისი ინფორმაცია გაიცა აქამდე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის რომ დღეს 4 ოქტომბერი ამ მუხტის, ამ მნიშვნელობის თარიღად არის გამოცხადებული და საზოგადოებას მოუდინი აქვს, უკვე არის იმ გეგმის განხორციელება, რომელიც დაიწყო რამდენიმე თვით ადრე და ამაზე უკვე წინარედ ვისაუბრე. 4 ოქტომბერს თითოეული ადამიანის მონაწილეობა იქნება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი და ყველა, ასე ვთქვათ, ისტორიას თუ გადავხედათ, ყველა ქვეყანაში, სადაც სახალხო ეროვნული მოძრაობებით მოხდა ხელისუფლების დიქტატორული რეჟიმების ჩამოშლა, სწორედ უშუალოდ 100,000-ობით ადამიანის მონაწილეობით მოხდა და ამიტომ მოუწოდეთ, რომ ხალხის მოსვლას და მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ადოლევანი, მაინც მინდა ჩაგეკითხოთ პროცესების მოსალოდნელი, ასე ვთქვათ, განვითარების ნაწილზე. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამტკიცებთ, მშვიდობიანი გეგმები გაქვთ, ისევ პაატა ბურჭულაძე უნდა ვახსენო და მის მიერ გაკეთებული კიდევ ერთი განცხადება, თუ ჭკუა შესწევთ, ორგანიზატორები არ უნდა დაიჭირონ, აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში 8 საათზე გადაბარებული უნდა იყოს ხელისუფლებაო, ესეც და ბურჭულაძის განცხადება. ხა შეიძლება ბევრჯერ მიწევს ერთი და იგივე შინაარსის კითხვის დასმა, მაგრამ მაინც როგორ უნდა გავიგოთ ნეპალის ხსენება? ერთი მხრივ თქვენ საუბრობთ მშვიდობიან ორაზროვნად არ იკითხება, ხო? გვესმის განცხადებები, რომ საქართველოში შეიძლება განმეორდეს ნეპალი. არა, ნახეთ, დავაზუსტეთ ახლა უტრირებთ ახლა და საზოგადოებას და ბურჭულაძის განცხადების ციტირებას ვახდენ. ხო, ციტირებას თუ ვახდენ, სხვანაირად განმარტებას აკეთებთ. აქ ნეპალზე საუბარი კი არ არის. სამან განცხადებაში თუ მე ხა მოვისმინეთ თქვენგან, ამ განცხადებაში საუბარია რომ ორგანიზატორების დაჭერა არ უნდა მოხდეს, ორგანიზატორებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ წარმართონ ეს აქცია და ბუნებრივია ხა ორგანიზატორს თუ დაიჭერ, მისულ 100,000-ობით ადამიანზე ძალას თუ გამოიყენებ და დაწამლავ და დუბიკებით გალახავ, რაც ნახეთ ჩვენ ამ თვეების განმავლობაში, ამ შემთხვევაში გამოდის რომ ხელისუფლება იწვევს, ხო, ამ ძალადობას და ამ ძალადობაზე რა პასუხი ექნება, ეს რა პასუხი აქვს ხალხს, იცით ხოლმე ამ აქციების დროს როგორც ხდება და სამწუხარო არის თუ ამაზე ამნაბიც გადადგავენ და ვამფრთხილებთ კიდევ პოლიციასაც და ხელისუფლების წარმომადგენლობასაც, რომ არ უნდა გაბედონ ხალხზე ძალადობა. ის ძალადობა, რომელიც მათ გაუვიდათ რამდენიმე თვეების განმავლობაში, ეს ეხლა აღარ გაუვათ, იმიტომ რომ ხალხის მოთმინების სფიალა გადასული არის, ხო, გადმოსული არის და ყველანაირი საზღვრები, ასე თქვა, დარღვეული არის. ადამიანებს აღარ აქვთ უსაფრთხოების განცდა ამ ქვეყანაში. ქუჩაში ძალადობით თუ კი ეს ეს არის თქვენთვის ახლა მნიშვნელოვანი. გეუნები დამთავრებებით ახლა რა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოება უსაფრთხოებას ვეღარ სწობს ამ ქვეყანაში, რომ გადის ქუჩაში, სადარბაზოში ვის დახვდებიან და ვის სცემენ, ვის დააკავებენ, ვის ჯარიმას გამოუწერენ, რომელ ტელევიზიას ჟურნალისტს დახურავენ ან სცემენ, რომელ პარტიას გააუქმებენ. ამ ქვეყანაში აღარ არსებობს არც კანონი, აგერ ნიკა ხასაიას, ჩვენ ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივის ახალგაზრდა ადამიანს 2 თვის წინანდელ ფაქტთან დაკავშირებით შეუთითხნეს ბრალდება და ადამიანი უბრალოდ კომპლექტაცია მაინც უნდა იცოდე, ამ ადამიანს ედავებიან რაღაცა ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფურ ძალადობის გამოყენებას ადამიანებს, ცალკეული ადამიანების მიმართ, ხო? იმ ადამიანებსაც დააწერინეს და დაავალეს, რომ ესეთი ჩვენებები მიეცათ. ანუ დღეს უსაფრთხოების განცდა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს და ეს მოთმინების სფიალა გადავსებული არის. ამიტომ ხალხზე კი არ უნდა იძალადო, ხალხს უნდა მოусმინო. თუ გინდა ხელისუფლება გერქვას, ხალხისგან უნდა იყოს შენ ლეგიტიმაცია მოცემული და არა ერთი კონკრეტული რუსი ოლიგარქის მიერ და მისი ფულით, ასე ვთქვათ, ანაზღაურებული. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ, პოლიცია იქნება, გდდ-ს თანამშრომელი იქნება და ასე შემდეგ, ქართულ ხალხთან ბრძოლა არც ერთ ხელისუფალს არ მოუგია. და არც ზოგადად ხალხთან ბრძოლა არც ერთ ხელისუფალს არ მოუგია, არც ერთ დიქტატორულ რეჟიმს არ მოუგია. ამიტომ, როდესაც 100,000-ობით ადამიანი გამოსული იქნება, იქ ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და არა ძალადობის რეჟიმით დაშალო ეს ადამიანები. გავშალოთ 4 ოქტომბერთან დაკავშირებული თემა კიდევ ერთი კუთხით, თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ლევან ხაბეიშვილი და დიახ, თქვენი პარტიის ორი წარმომადგენელია დაკავებული სწორედ იმ განცხადებების გამო, რაც 4 ოქტომბერს უკავშირდება, ერთ შემთხვევაში სწორედ თქვენი პარტიის
პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე და ძალიან აქტიური პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი, მეორე შემთხვევაში თბილისის საკრებულოში თქვენი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კუპრავა, რომელიც გუშინ დააპატიმრა სუსმა, სხვა შორის კუპრავას 30 სექტემბერს სოციალურ ქსელში 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლის და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ მოწოდებას ედავება საგამოძიებო უწყება. ნაციონალური მოძრაობა დემოკრატიული წესწყობილების მტერია და ხაბეიშვილის თუ კუპრავას განცხადებები ამის დასტურიაო, ასე ამბობენ მართლ პარტიაში. რას უპასუხებთ ქართულ ოცნებას, რომ თქვენი პარტია საფრთხეს უქმნის აი ამ დემოკრატიულ, ასე ვთქვათ, წესრიგს და რამდენად ელოდებით, რომ სუსის შესაძლოა არ გაჩერდეს, ასე ვთქვათ, მხოლოდ ხაბეიშვილსა და ზვიად კუპრავაზე უკვე ამ თვალსაზრისით რისთვის ხართ მზად და ხო აი რამდენად მოსალოდნელია, რომ თითოეული თქვენგანის განცხადებაში, ასე ვთქვათ, შეიძლება მამუკა მდინარაძის უწყება მოძებნოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე მოდავების საფუძველი. დემოკრატიული წყობილება გვაქვს ქვეყანაში? საფრთხეს მუქრებაო დემოკრატიულ წესწყობილებასო, დემოკრატიულ წესწყობილება გვაქვს თუ არა, ამაზე დავა დღეს არსებობს საზოგადოებაში შეთანხმება. დღეს საზოგადოება შეთანხმებული არის, რომ ქვეყანაში არის რეჟიმი, რომელმაც გააუქმა ქვეყანაში არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები 24 წლის გახსოვთ როგორ ჩატარდა და არავინ არ აღიარა დედამიწის ზურგზე ეს არჩევნები და ამის შემდგომ არჩევნები კი არ საკანონმდებლო ცვლილებები კი არ განახორციელეს, რაღაცა დათმობაზე კი არ წავიდნენ, რომ ვინმე მაინც დაერწმუნებინათ ქვეყნის გარეთ ან ქვეყნის შიგნით, რომ რაღაცა პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნავდა მაინც ეგრეთ წოდებული ფაქტობრივი ხელისუფლება და რაღაცა მოჩვენებითად მაინც ცვლილებები განეხორციელებინა და ასე შემდეგ საკანონმდებლო რეგულირებებში და ასე. პირიქით დაამძიმეს ვითარება. ჟურნალისტებსაც აუგზავნეს თავის საქმიანობა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გააუქმეს პრაქტიკულად ფინანსური შეზღუდვები დაუწესეს. არჩევნებზე დაკვირვების პროცესიც კი აუგზალეს, ისეთი ცვლილებები მიიღეს და ამ ფონზე, როდესაც აღარც სასამართლო გვაქვს და სასამართლოში რა ხდება, ყოველდღიურად ვაკვირდებით ჩვენ სასამართლო ქრონიკებს, ხო? როდესაც არც სასამართლო გვაქვს, არც პოლიცია გვაქვს და პოლიცია გადაქცეული არის ივანიშვილის მსახურად, ყარაულებად, ქართულ ხალხს კი არ ამსახურებენ. ივანიშვილის და პოლიტიკურ დავალებების შემსრულებლად გამოიყვანეს ეს ადამიანები. ამ ვითარებაში რა დემოკრატიაზე არის საუბარი და რა დემოკრატიის დაცვაზე არის, ან დემოკრატიაზე თავდასხმაზე არის. ქვეყანაში საერთოდ არც კანონმდებლობა გვაქვს, არც სასამართლო გვაქვს და ამ ვითარებაში ბუნებრივია ის, რომ ადამიანებს სურთ ავტოკრატული რეჟიმის დასრულება, არის ბუნებრივი მოთხოვნა, საზოგადოების ბუნებრივი დაკვეთა. მაშინ ადამიანების დაპატიმრება, რომლებიც უკვე ვახსენეთ და ზვიად კუპრავაზე გავაკეთებ აქცენტს, შედარებით ახალია მისი დაპატიმრების თემა, გუშინ გავიგეთ ამის თაობაზე და ვიდრე კითხვას დაგისვავთ, გავაცნოთ მაყურებლებს მოკლედ რა თქვა კუპრავამ იმ ასე ვთქვათ ვიდეოში, რომელიც მტკიცებულების სახით დევს მის საქმეში 100,000-ობით ადამიანმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. როგორ ვახერხებთ ამას? თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება სპეცოპერაციის 500 პუნქტი, საქართველოს მასშტაბით კი 3000-ზე მეტი. ივანიშვილმა იცის, რომ 500 პუნქტი არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ გააკონტროლებს. დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან სპეცოპერაციის ერთ პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემუყობა. ეს არის მოკლედ ის განცხადება, რასაც ამ ვიდეო მიმართვაში აკეთებს თქვენი პარტიის წარმომადგენელი. თქვენ იურისტი ხართ, ხო? წინა ხელისუფლების დროს პარლამენტში იურიდიულ კომიტეტსაც ხელმძღვანელობდით და შესაბამისად გითხარით როგორც იურისტმა შეიცავს თუ არა ეს განცხადება დანაშაულის ნიშნებს და უნდა აკეთებდეს თუ არა პოლიტიკოსი ამ ტიპის განცხადებას. პირველი რომ ეს განცხადება არ არის პარტიის განცხადება და არის ზვიად კუპრავას როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრის ინდივიდუალური მოსაზრება და განცხადება 4 ოქტომბრის საკითხთან დაკავშირებით და ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან, რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ეს ერთი. მეორე, ეს ადამიანი გამოთქვავს თავის მოსაზრებას, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მოწოდება, რომ ადამიანებს მოუწოდო და შემდგომ ამ მოწოდებამ ფაქტობრივ ქმედებებში გადაიყვანოს რეალური ვითარება, ჭირდება თავისი ძალმოსილება, თავისი წარმომადგენლობითობა თუნდაც და თავისი, ასე ვთქვათ, უფლებამოსილებებიც, რომ ეს მოწოდება გააკეთო და ადამიანებმა დაგიჯერონ და ასე შემდეგ. სისხლის სამართალი არის ქმედების სამართალი. თუ ქმედება არ განხორციელდა,
და ჩვენ არც ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში და ის საერთოდ აბსურდული ბრალდება იქ დამხობის მუხლიც კი არ გამოიყენეს. ხო, ყველამ გახსოვთ, რომ ბრალდება იყო, რომ მოსყიდვას ცდილობდაო გედეს თანამშრომლებს, აი საერთოდ სასაცილო ბრალდება იყო, ხო? აქ ამ შემთხვევაში არც არანაირი მოწოდება არ არის, იმიტომ რომ ამ მოწოდებას თავისი სუბიექტი უნდა ყავდეს და ამ სუბიექტს თავისი უფლებამოსილებები და ძალმოსილება უნდა კონდეს, რომ ესეთი განცხადება გააკეთოს და შემდგომ სარწმუნო გახდეს. თუ სარწმუნო არ არის ეს განცხადება საზოგადოებისათვის და საზოგადოებაში აქტიური მოქმედებებს არ იწვევს, ეს ჩვეულებრივი მოსაზრებად რჩება და არანაირი მოწოდება და არანაირი კრიმინალად ეს არ ითვლება. ამიტომ აქაც ხელისუფლება ამჟღავნებს უბრალოდ შიშს. ლევან ხაბეიშვილთან მიმართებაში ივანიშვილმა და ხელისუფლებამ პირველად საზოგადოებას აჩვენა, რომ მათ აქვთ რეალური შიში. მაშინ ჯერ კიდევ 4 კვირის წინ თუ არ ზოგს კითხვის ნიშნები მაინც ჰქონდა 4 ოქტომბერი შედგება თუ არა და ამ შემდეგ, აი სწორედ ლევან ხაბეიშვილის ესე უკანონო დაჭერამ დაარწმუნა საზოგადოებას, რომ 4 ოქტომბერს ჰქონდა მნიშვნელობა, 4 ოქტომბერს 100,000-ობით ადამიანი უნდა გამოსულიყო და დაინახეს, რომ ივანიშვილს ჰქონდა შიში და ივანიშვილს ჰქონდა რწმენა 4 ოქტომბრის. ამიტომ არის რომ დღეს საზოგადოებაში უკვე ამაზე შეთანხმება არის და 4 ოქტომბერი ეროვნულ დღედ ჩამოყალიბდა, ეროვნული მნიშვნელობის დღეს. ამიტომ ზვიად კუპრავასთან მიმართებაში ცალსახად არის პოლიტიკური დევნა, ცალსახად არის შიშის გამოვლენა ქართული ოცნების მხრიდან და ჩვენ ეს შიში, ამ შიშით უნდა ვისარგებლოთ და ამ შიშს თავისი სახელი უნდა დავარქვათ უკვე 4 ოქტომბერს. კარგი, 4 ოქტომბერთან დაკავშირებული საკითხი რომ ამოვწუროთ, ერთი კითხვა გახარიას პარტიაზეც მინდა დაგისვათ, რომელმაც უკვე გააკეთა განცხადება, რომ არ და ვერ იქნება იმ არასერიოზული და ძალადობრივი გეგმის ნაწილი, რა სახეც 4 ოქტომბრის აქცია მიიღო. ალბათ არ უკვე შეაფასეს, რომ ძალადობრივი აქცია არის. ეს არის მათი შეფასება. ოცნებასთან ციტირება მოვახდინე, ასე ვთქვათ, მათი პოზიციის. და ალბათ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სავარაუდოდ იგივეს უნდა ფიქრობდეს ლელოც. შესაბამისად, აი გახარიას პარტიის და ლელოს არ ყოფნა რუსთაველის გამზირზე პროტესტისთვის თუ არის დანაკლისი და მათთვის რა გაქვთ სათქმელი ეს მინდა რომ ვთქვა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს აქცია არ არის პოლიტიკური პარტიების აქცია. ამიტომ არც ნაციონალურ მოძრაობას ეკითხებიან, იქნებიან თუ არა 4 ოქტომბერს, არც გახარიას ხალხი და არც ლელოს არ ეკითხება ხალხი, იქნებიან თუ არა ამ აქციის დღეს და წარმოდგენილები თუ იქნებიან. მანამდეც 300 დღის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები არ მონაწილეობდნენ ამ საპროტესტო აქციებში, მაგრამ ეს აქციები მიმდინარეობდა და ადამიანები ყოველდღიურად ჯარისკაცები დგებოდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და სათავის ეროვნულ დროშას აფრიალებდნენ რუსთაველის გამზირზე. ამიტომ დღეს გახარიას განცხადება იქნება თუ ლელოს განცხადება მერწმუნეთ მათი პარტიის წევრებიც კი არ მოусმენენ ამ განცხადებებს და მათი პარტიის რიგითი წევრებიც კი იქნებიან რუსთაველზე წარმოდგენილი ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიების მიუხედავად იმისა მათ ლიდერებს აქვთ თუ არა მოწოდება გაკეთებული 4 ოქტომბერს აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს არის საერთო სახალხო შეკრება. აქ პარტიების გადაწყვეტილებებს და მონაწილეობას და პოზირებას იქ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ამიტომ ამბობთ ჩვენ რომ ეს არ არის ჩვენი აქცია, გუდივად ცდილობს ქართული ოცნება წარმოაჩინოს ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია. კარგი იქნებოდა პირადად გამოგიწევით დავიტყოდი რომ ეს შეიძლება ასე ვთქვათ ჩვენთვის პოლიტიკური იმიჯითაც კარგი ყოფილიყო, მაგრამ რეალურად ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობა ამ აქციის არც ორგანიზატორი არის ჩვენ რიგითი წევრები ვიქნებით რიგითი მონაწილეები ამ აქციის ქართულ ხალხთან ერთად. ეს არის საერთო სახალხო საპროტესტო მოძრაობის დღე, რომელსაც ექნება ეროვნული და გადამწყვეტი მნიშვნელობის დღის სტატუსი. ბატონ ლევან, თქვენ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხართ, ამ პარტიას წარმოადგენთ, ამიტომ არ შემიძლია არ ვკითხოთ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის გეგმაზეც, რასაც ასევე აპირებს ქართული ოცნება. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ აი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე აპირებენ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ ნაციონალური მოძრაობის და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით. რისთვის ხართ მზად უკვე ამ თვალსაზრისით, რამდენად ხართ მზად იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ დიახ, უნდა აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა და მისი წევრები და რას აპირებთ ამ შემთხვევაში? მიდიხართ სახლში თუ ამის გაკეთებას არ გეკეთებთ? ხო. ბელა, ნაციონალური მოძრაობა ებრძვის ქართული ოცნება უკვე 13 წლის განმავლობაში. ხან რადარებიდან აკრობს, ხან პარტიის გახლეჩვას აფინანსებს და მონაწილეობას ღებულობს და რა არ სცადეს, რომ ნაციონალური მოძრაობა გაექვემებინათ
ამ წლების განმავლობაში. და ეს გეგმა ვერასოდეს ვერ შესულა, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის ცალკეული ინდივიდების პარტია. ნაციონალური მოძრაობა არის პატრიოტული, ეროვნული იდეის მქონე ადამიანთა თავყრილობა. და ამ ეროვნულ იდეას, სანამ ამ ქვეყანაში ეროვნული იდეა იარსებებს, ევროპული ქვეყნის, ქრისტიანული ქვეყნის, განვითარებული დემოკრატიული ქვეყნის, რეფორმების ქვეყნის მუდმივად იარსებებს ნაციონალური მოძრაობა, სტატუსურად გააუქმებენ ნაციონალურ მოძრაობას თუ არ გააუქმებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ბოლო თვეების განმავლობაში ქართული პოლიტიკა ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის გარეშე თქო, იმიტომ რომ აი ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ სანამ ისინი გააუქმებენ, ჯერ 4 ოქტომბერი გაიარონ ამ ხალხმა და მერე გააუქმონ, ვიცით რომ ხართ საკონსტიტუციო სასამართლო არის, აქ მართლმსაჯულების ორგანო და ამ ქვეყანაში სამართალს ვერავინ ვერ იპოვის და თავად საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე უნდა ვისაუბროთ, აი უბრალოდ მე ურჩევ ადამიანებს წაიკითხონ ეს საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის თუ ანგარიში არის, არც ერთი კონკრეტული ფაქტი. გამოძიებულიც კი არა, ეს არის ჭორების და რაღაცა მონაჩმახების ერთობა, რაც კი ამ 13 წლის განმავლობაში, აი, ესე ვთქვათ, ყვითელ პრესაში დაბეჭდილა, გამოქვეყნებულა, რუსული ნარატივები ესე ვთქვათ, გავრცელებულა ამ ქვეყანაში, აი ეს არის თავმოყრილი და ამას დაარქვეს ამ სამართლმსაჯულო დოკუმენტს დაარქვეს საგამოძიებო კომისიის დასკვნა. თუ დასკვნა და თუ გამოძიება ჩატარდა, ერთი ადამიანი მაინც მეორე მხრიდან, საწინააღმდეგო მხრიდან ექსპერტია, დამოუკიდებელი მაინც უნდა გამოეკითხათ, რაღაცა ფაქტები მაინც უნდა მოეპოვებინათ. გამოძიებასთან საერთოდ ამ დოკუმენტს კავშირი არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს ამ საგამოძიებო კომისიის პარალელურად, ხომ? იგივე არჩევნებში მონაწილეობა ცალკეული პარტიების, გახარე იქნება, ლელო იქნება და ამ შემდეგ. აქაც ხო არის მოსაზრება, რომ ამ პარტიებთან მოლაპარაკების საგანი ქართული ოცნების მხრიდან სწორედ იყო ის, რომ აგერ ნაციონალურ მოძრაობას გავაუქმებთ, ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში მყოფ ოდესღაც კავშირში მყოფ ადამიანების მიერ გაკეთებულ სხვა პარტიებსაც გავაუქმებთ და ეს პოლიტიკური ველი, ოპოზიციური ველი დაგჭება თქვენ, გახარიას და ლელოს პარტიას. აი ამ მოსაზრებას სამწუხაროდ ამაგრებს ის გადაწყვეტილებები, რომელიც ლელომ და გახარიამ მიიღეს ამ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც არც ერთი პოლიტიკური იქნება თუ სამართლებრივი ლოგიკა მათ სასარგებლო არ არის, ანუ არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ არ არის, ისინი ღებულობენ ამ არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ თავიდან გვპირდებოდნენ, რომ გამოგლეჯდნენ თბილისს, მერე გამოგლეჯვის ნაცვლად უბრალოდ მონაწილეობა და 20%-ზე ჩამოვიდნენ, მერე საერთოდ კანდიდატებიც კი ვერ დააყენეს, ვერც მაჟორიტარი და ვერც მერობის კანდიდატები რაიონებში და უამრავი რაიონი დარჩა პრაქტიკულად მოშიშვრებული. აი ბრძოლა სადმე გინახიათ ამ 2 თვის განმავლობაში, საარჩევნო ბრძოლას მხედველობაში და არა ხელჩართულ ბრძოლას, ხო? ამიტომ ბუნებრივი ამ პროცესში გვაქვს სამწუხარო ვითარება, რომ ნაცვლად ერთობისა კიდევ ხდება ცალკეული რაღაცა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მიღწევის მცდელობა, მაგრამ ამასაც არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, გახარიას პარტიების წარმომადგენლებიც, ლელოს პარტიის რიგითი წევრებიც და ამ შემდეგ ყველანი იქნებიან 4 ოქტომბერს რუსთაველზე, იმიტომ რომ 4 ოქტომბერი არის ეროვნული დღე, საერთო სახალხო მოძრაობის დღე და საერთო სახალხო გამარჯვების დღეთ უნდა ვაქციოთ 4 ოქტომბერი. მადლობა ბატონ ლევან, აი 4 ოქტომბერზე თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში უკვე სწორედ გახარიას პარტიის წარმომადგენელთან განვაგრძობთ ახლა საუბარს, ჩვენი ინტერვიუ კი ამით დასრულებულია და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. ლევან ბეჟაშვილი ასუხობდა ჩვენს კითხვებს, ახლა კი თვითმმართველობის არჩევნები და 4 ოქტომბრის კიდევ ერთი მხარე გვერდდება გახარიას პარტია, რომელმაც ქუჩის გზით სიარულს არჩევნების გზა არჩია და რომელიც ბულინგის, კრიტიკის და ტალახის როლის მიუხედავად 4 ოქტომბრამდე ისე მიდის, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას არ ცვლის. ყოფილი პრემიერის პარტიაში ანდრომდე ირწმუნებიან, რომ ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ველი სწორედ არჩევნებია და ქართული ოცნებაც არჩევნების გზით უნდა დამარცხდეს. საინტერესოა რამდენად შეძლეს ამაში ამორჩევლების დარწმუნება, იმიტომ რომ ამაში ვერ დაარწმუნეს ოპოზიციონერი კოლეგები. მაშასე გვერდდება პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა, შესაბამისად მივესალმებით ჩვენს სტუმარს, გამარჯობა ბატონ ბერდია და მადლობა რომ შემოგვიერთდით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ბატონ ბერდია, აი თვალს გადავნებდით ახლა, სპეციალურად გამოვიხედე და როგორც ჩანს, აქ იქამდე მივიდა, რომ აი წამყვანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სალამსაც არეუბნებით ერთმანეთს. აი არც კი ესალმებით, შესაბამისად მოდით დავიწყოთ
აი ლევან ბეჟაშვილს ხო კი ბატონო ყოველ შემთხვევაში ესეთი ბრალდებაც არ შეიძლება ყოველ შემთხვევაში კარგია თუ მიესალმეთ თუმცა მართლაც ძალიან ესეთი გაიზარდა დაპირისპირების ხარისხი ბოლო პერიოდში ოპოზიციურ ძალებს შორის და მაინც მინდა რომ პირველი კითხვა ამ თვალსაზრისით დაგისვათ უნდა აღელვებდეს თუ არა ოპოზიციურ სპექტრს ეს მდგომარეობა თქვენი აზრით რას ფიქრობს ამ ყველაფერზე თავად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი და ზრდის თუ არა ეს სურათი ასე ვთქვათ იმედგაცრუებას თვითონ ოპოზიციური სპექტრის მიმართ იმიტომ რომ მე ხო კარგია თუ ერთმანეთს მიესალმეთ და მე ვერ დავინახე იმიტომ რომ ხო როგორც ჩანს მე ნამდვილად გამომრჩა ხო ну რა თქმა უნდა სიტუაცია სხვა არჩევნებისგან განსხვავებით არის არაორდინალურიც და ბევრად უფრო მძიმეც საარჩევნო გარემოს თვალსაზრისითაც იმიტომ რომ ერთი მხრივ თუ ჩვენ წინა არჩევნების დროს გვიწერდა რაღაც ხელისუფლების ესე რომ ვთქვათ ნარატივებთან გამკლავება, პროპაგანდასთან გამკლავება და ადამიანების დარწმუნება რომ არჩევნებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი პროცესი და ნამდვილად ისეთი საქმე არის ეროვნული საქმე და აი ამას ვაკეთებდით ხო დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რომ არჩევნებში მოსვლა იყო სახელმწიფოების მნიშვნელობის საქმე და დღეს რატომღაც თავდაყირა ამოატრიალა ოპოზიციის რაღაც ნაწილმა ეს საქმე რაღაცა რუსულ სპეცოპერაციას უწოდებენ არჩევნებს რა თქმა უნდა არჩევნები არც ერთ ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებით ხელისუფლების მიწურულს არ ყოფილა ისეთი რომელიც გამოხატავდა ქართული ხალხის ნებას მაგრამ ჩვენ ნებისმიერი გზა უნდა მოვძებნოთ, გამოვნახოთ და ნებისმიერი ხერხი მეთოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ არჩევნები ვაქციოთ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალება და არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება, იმიტომ რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა არის უნივერსალური კონსტიტუციური პრინციპი და არ შეიძლება ამ პრინციპის უგულებელყოფა, იმიტომ რომ მეორე მხრივ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ნებისმიერი სხვა გზა არჩევნების შესვლის არის ძალიან მძიმე პროცესი და ყველა ამ გზას მაინც ისევ არჩევნებთან მივყავართ. ამიტომ რაც არ უნდა გაუარესებული იყოს საარჩევნო გარემო, ძალიან მარტივი ფორმულა გვაქვს ჩვენ მაგალითად თბილისთან დაკავშირებით, რუსთავთან დაკავშირებით, ბევრ ქალაქთან დაკავშირებით. თბილისში 26 ოქტომბერს 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში მოიგო ოპოზიციამ ცალსახა პასუხი რომ მოიგო. 2024 წლის 26 ოქტომბრის მერე ოცნებამ იძალა და საკუთარ მოსახლეობაზე განსაკუთრებით ბრუტალური მეთოდები გამოიყენა, ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდა, უდანაშაულო ადამიანები ჩასვლა ციხეში, ევროპული მომავალი ამ ქვეყანაში გააჩერა, ფაქტობრივად მოკლის ზღვარზე აქვს. აი ამ პირობებში, როდესაც ოცნება კიდევ უფრო დასუსტებულია ელექტორალურად, რა შეიძლება იყოს კონკრეტული არგუმენტი ან мотиваცია იმისი, რომ ასეთ არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა და სრულიად უბრძოლველად გადააბარო კახა კალაძეს მართლაც ამ კორუფციაში პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო რის შესახებაც აქტიურად გვესმის განცხადებები, რაზეც თქვენც ისაუბრეთ, მართლაც ყოველდღიურად კეთდება შეფასებები, რომ რა ვიცი, გაუარესებულ გარემოში უწევს გიწევთ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, გარემო არ არის იდეალური, გარემო არ არის. ქვეყანაში არის დემოკრატიული უკუსვა, როცა იქ სამოქალაქო საზოგადოების თუ მედიის წინააღმდეგ გატარდა პოლიტიკა, რომელიც რეპრესიულად ფასდება, შემოღებული რაღაცა შემზღუდავი კანონები, იქ რაღაცა თვითონ დამკვირვებლებისთვისაც გაუარესდა სამართლებრივი ჩარჩო. ხო თუ კი ამ შეფასებების სულისკვეთებას ელოდებით, მაშინ რა გაძლევთ იმის მოლოდინის საფუძველს, რომ ეს არჩევნები ბრძოლა არჩევნებზე თითოეული ხმისთვის ადამიანების დარწმუნება, რომლებიც ჯერ კიდევ ოცნებას უჭერენ მხარს. ხო გაშიშულდა თავიდან ბოლომდე ოცნება და ჩვენ არ შეიძლება ეს საჩუქარი გადავცეთ ისევ კახა კალაძეს თბილისში მმართველობის სახით. აი წარმოუდგენელი რა მაძლევს, აი წარმოუდგენელი, აბა რა გავაკეთე, გული ხელზე დავიკრიფო, გულზე ხელები დავიკრიფო და ისე ველოდო როგორ გააუარესებს კიდე მდგომარეობას. არ შეიძლება, ანუ ახლა რატო სხედვართ აქ და საუბრობთ რაღაცას. დაუთმეთ თქვენი ეთერი იმედის პროპაგანდისტებს, ხო? ანუ ნებისმიერი პლატფორმა უნდა ავითვისოთ საბრძოლო საარჩევნო უბანი იქნება, საკრებულოს პლატფორმა იქნება და ასე არ შეიძლება ღია სივრცე და დღეს ოცნება რასაც აკეთებს პოლიტიკას კლავს ქვეყანაში. ყველა უჯრედს კლავს პოლიტიკის ქვეყანაში და ჩვენი მიზანია რომ ეს უჯრედები აღვადგინოთ, გადავარჩინოთ, პოლიტიკური პროცესი დავაბრუნოთ. დავანახოთ ადამიანებს, რომ ოცნება არის ის ძალა, რომელიც 13 წლის შემდეგ გახდა მოძალადე, ანტიეროვნული, ესე რომ ვთქვათ, ქართული ძალა, რომელიც პირდაპირი ფორმით უდანაშაულო ახალგაზრდებს, სტუდენტებს, მსახიობებს ციხეში სვამს, ქვეყნის ევროპულ მომავალს აჩერებს,
ფულს პარავს ერთმანეთს, მე ამ მოპარული ფულის გადანაწილების პროცესში, რა ვიცი, ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, ტყვიას ესვრიან, თუ თავისთვის ისვრიან. აი ამად იქცა დღეს ოცნება. 13 წლის თავზე სრულიად განადგურებული ის მიღწევები, რომელიც ჰქონდა მათ შორის ოცნების ხელისუფლებას მთელი წლების განმავლობაში, აი მიღწევებსაც ანადგურებს დღეს თავისი ხელით, ხო? აი ეს ამაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ეხლა წარმოუდგენელია მე თქვენ გეუბნებით კონკრეტული ციფრებით და რიცხვებით გელაპარაკებით, ხო? რა მოხდა 26 ოქტომბერს თბილისში, რუსთავში, სადაც კოლოსალური რაოდენობის გაყალბების ფაქტების მიუხედავად ოპოზიციამ გაიმარჯვა. როგორ შეიძლება უბრძოლულად დათმო ეს, ხო? კიდევ უფრო გაუარესებულია ელექტორალური მოცემულობა, ხო, ოცნების ასეთ პირობებში და არ შეიძლება ესეთი საჩუქარი გაუკეთო. მით უმეტეს, როდესაც პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ. პასუხისმგებლიანი პოლიტიკა არის ის, რომ მე ჩემ გზას გაჩვენებ და აქ რამდენიმე წუთის წინ ადამიანი იჯდა პერსონალურად, რა თქმა უნდა, პატივისცემა ყველა მათგანს და იძახიან, რომ ყველაფერი ხა ნაცმოძრაობა რა შუაშია, იმაზე ნაცმოძრაობის წევრზე იძახიან, რომ პასუხისმგებლობას არ ვიღებ მათ გაკეთებულ განცხადებებზეო და საერთოდ ეს ადამიანები თუ არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ამ პასუხისმგებლობას ხალხს კიდებენ, მაინტერესებს უბრალოდ. აი ამ პასუხისმგებლობას 4 ოქტომბერს მოხდება თუ არა რამე, ან ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რამე ისეთი მოხდეს, ისეთი სცენარით განვითარდეს, რამაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ძალიან ბევრი ხნით და მათ შორის ქვეყნის ევროპული მომავალიც. პირდაპირ ფორმით ამაზე ვინმე იღებს პასუხისმგებლობას. ან ხალხის იმედგაცრუებაზე ლელა, რაც ყველაზე მეტად შეიძლება იყოს სამწუხარო. დღეს ხალხი არის იმედგაცრუებული, გაბრაზებული ჩვენზეც. მეც ვიღებ ჩემს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ რაღაცა ის სწორად ვერ გავაკეთეთ, ესე იგი პოლიტიკურადაც და ესე რომ ვთქვათ, ჩვენი რესურსების სრულად ვერ ჩავდეთ იმ პროცესში, რომ ადამიანებისთვის დაგვენახებინა დღეს რა საითკენ მიყავდა ოცნებას ეს ქვეყანა და სამწუხარო ჩვენ წერი რესურსები გქონდა, მედია რესურსები თუ ფინანსური რესურსები, მაგრამ დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც მეორე მხარე გვეუბნება ადამიანებს, რომ აი თქვენ ხართ პასუხისმგებელი, თქვენ თუ შეიკრიბებით, ყველაფერი ესე იქნება, ისე იქნება. მე ამაში პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ კონკრეტული პოლიტიკური ძალების ან ადამიანების, ხო? არ შეიძლება, რა ვიცი, ერთ მომღერალს აკიდო პასუხისმგებლობა და დანარჩენ მოსახლეობას, აი თქვენ თუ გამოხვალთ, ამას ჩვენი პოლიტიკური პარტია არაფერ შუაში არ არის, მაგრამ ამოდროულად მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ ოჯახებთან ერთად გავიდნენ. როგორ შეიძლება, როდესაც იცი, როგორი ბრუტალური მეთოდები შეიძლება გამოიყენოს აი სპეცრაზმა, რომელიც 3-4 თვის წინ არბევდა ადამიანებს. რა ვიცი, სასიკვდილოდ იმეტებდა ჟურნალისტებს, გურამ როგავას, რა ვიცი, ტიტუშკები დარბოდნენ, მაკაჩიხლაძე სლამის კისერი მოსტეხეს, ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ოფისებში უვარდებოდნენ, ახალგაზრდებს ცემდნენ და სისხლავდნენ, ფეხებით დარბოდნენ მათ თავებზე და აი ესე დროს შენ რო ეუბნები, რომ ბევრი უნდა შევიკრიბო და ოჯახებთან ერთად უნდა მოვიდეს, ჩემთვის ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი არის და მაშინ შენ პასუხისმგებლობა უნდა აიღო იმ პროცესებზე, რაც 4 ოქტომბერს მოხდება, მაგრამ ნურას უკაცრავად არც ერთი მათგანი არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას და ეს ხალხის პროცესია, ამბობენ, ეს ხალხის პროცესია და მე რა მინდა? მე მინდა რომ ხალხი იმედგაცრუებული არ იყოს, ხალხში იმედი დაბრუნდეს. არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების იმედი გაუშვეს თუ ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით, მეტი ადამიანის დარწმუნება შევძლებთ, რომ ოცნება ანტიეროვნული ძალა რეალურად შევძლებს ცვლილებების მოტანას, მაგრამ დღეს რა უბედურება რა არის, იცით ლელა? დავასრულებ თუ შეიძლება. დარჩა და უბედურება რა არის, იცით? პასუხის კითხვაზე დარჩება თუ არა ამორჩეველი, ასევე იმედგაცრუებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ვიდრე სხვა თემებზე გადავალთ, სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზეც მინდა ვკითხოთ, რომელიც ასევე კრიტიკულია თქვენი და ლელოს გაწყვეტილების მიმართ, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ან გვარამია მელია ჯაფარიძე ხოშტარიას კოალიციის პოზიციაზე რომ არ ვისაუბროთ, მოისმენთ ალბათ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ხო, კარგს არაფერს ამბობს. თუმცა სამწუხაროდ მეხუთე პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის ჩემი რჩევა იყო, რომ ამ არჩევნების იგნორირება მოეხდინათ, პრაქტიკულად არავინ მონაწილეობს და ისინი, ვინც მონაწილეობენ, ამას მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე აკეთებენ. ფიქრობს ზურაბიშვილი. რას უპასუხებთ, რომ თქვენი გაწყვეტილება მაინც ხელისუფლების ზეწოლის შედეგია და მეორე მხრივ აქვე კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ, როგორ ფიქრობთ, აი ჯამში რა გავლენას მოახდენს ოპოზიციურ ამორჩევლებზე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მოწოდება, რომ 4-ში არა საარჩევნო უბნებზე, არამედ მაინც რუსთაველის გამზირზე გავიდეთ. იცით, გულწრფელად რო გითხრათ, მე საარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად ვიყავი ეს დღეები, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ჩართული მათ შორის დასავლეთში და აბსოლუტური უმრავლესობა ვისთანაც ინტერაქცია გქონდა არჩევნებზე მოსვლას აპირებს და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ამას კონკრეტული შედეგი აქტივობა და კონკრეტული შედეგები დაგვანახებს. არ შეიძლება შენი არ მოსვლით
კალაძეს აძლევდე ხმას. შენი არ მოსვლით ბათუმში შენი მერობის მოწინააღმდეგე კანდიდატს ოცნების წარმომადგენელს აძლევდე ხმას, ან ნინო ლაცაბიძეს აძლევდე რუსთავში ხმას. წარმოუდგენელია. ან წალენჯიხაში, რომელიც გამარჯვებული მუნიციპალიტეტია, როგორ შეიძლება შენ ამ გამარჯვებას, რომელიც წალენჯიხელებმა იმ ღირსეულმა ხალხმა მოიტანა, აი ამ გამარჯვებას ფაქტობრივად კაპიტულაციურად აბარებდე შენ უკან ოცნებას. ხო არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ წალენჯიხელები ამ ყველაფერს ღირსეულად გაცემენ თავის პასუხს. ან როგორ შეიძლება ეხლა სენაკში მოუწოდებდე ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ პრობლემებშია, რომ დაუჭიროს მოქმედ კანდიდატს მხარი, ან მისი არ მისვლით, ოპოზიციური ამორჩევლის არ მისვლით, ფაქტობრივად გააძლიერო ოცნების კანდიდატი და ჯონი ტორჩინავას არ აძლევდე ხმას, რომელიც სენაკში არის ღირსეული მერობის კანდიდატი კი არა, დარწმუნებული ვარ, უკვე განვლილი ცხოვრებით ჯობს მეორევადით ასარჩევ მერობის კანდიდატს. ამიტომ არ შეიძლება ესეთი ტიპის მოწოდებები, ეს არის პირდაპირი ფორმით ოცნების თამაში. ოცნების თამაშია განცხადებაზე რა გაქვთ სათქმელი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელზე, რომელიც გუშინ დააპატიმრა სუსმა განცხადების გამო, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო უბნებზე გარღვევის აუცილებლობას, ხო? სუსი კუპრავას სწორედ ამ თვალსაზრისით გაკეთებულ განცხადებას ედავება და ედავება ჯამში სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ მოწოდებას. აი თქვენ როგორც არჩევნებში ჩართული პარტია, როგორ უყურებთ იმას, რასაც ფიქრობს ამ შემთხვევაში ზვიად კუპრავა და როგორც აღმოჩნდა მისი პოზიცია არ არის მთლიანად ნაციონალური მოძრაობის პოზიცია. ხო, ნუ რა ვიცი, შემდგომ რა სიტყვობ, ნაციონალური მოძრაობა გაემიჯნა პირველ რიგში თავად ზვიად კუპრავას და მამლის ყივილამდე სამჯერ უარყვეს ზვიად კუპრავა ამ ეთერშიც და სხვა ეთერებშიც და ეხა მე რა უნდა გითხრათ ზვიად კუპრავაზე, რა ვიცი. საერთოდ თუ არა დაიცვათ საარჩევნო უბნები, თუ კი რაღაც საფრთხე დაემუქრება, ასე ვთქვათ, ბოიკოტის მომხრე პარტიების ჩვენ არანაირ ფიზიკურ დაცვას არ განვახორციელებთ და რაღაცა ფიზიკურ ინტერაქციას არ ვაპირებთ ამ ადამიანებთან, რაც შეეხება კონკრეტულად 4-ს. 4-ში, ანუ როგორ ფიქრობთ, რატო ჩაენიშნა 4-ში მაინც და მაინც რატო დაანონსდა რევოლუცია? აი პოსტერები ხო გინახავთ სოციალურ მედიაში დღეს გავრცელდა, არ მიხვიდი არჩევნებზე, მოდი რუსთაველზე. ანუ პირდაპირი ფორმით ეს პროტესტსაც ვერ დავარქმევთ, ეს რაღაცა დაგეგმილი სცენარით მართული პროცესი, კაცმა არ იცის ვისი მხრიდან, პირდაპირი ფორმით დამიზნებული არჩევნებზე და ადამიანებზე, რომლებსაც სურთ არჩევანის გაკეთება და საარჩევნო უბნებზე მისვლა. ანუ მარტივი პროცესია, ანუ მარტივი ჭეშმარიტებაა. ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც აი ეგ დევს, როგორც ეს ჭიქადევს დღეს ახლა ამ მაგიდაზე. ესეთი ჭეშმარიტებაა. რაღაც ხელისუფლების ცვლილება კი არ არის ამ პროტესტის მიზანი. არჩევნების ჩაშლა არის ამ პროტესტის მიზანი, ხო? სხვა ხო არაფერი არ არის. რატო არ ჩაატარეს მაგალითად 3 ოქტომბერს, ან 5 ოქტომბერს? ხო წარმოუდგენელი, ანუ არჩევნების და არჩევნებში მონაწილე პარტიების წინააღმდეგ არის დამიზნებული მთელი ეს პროცესი. თუ ამას არ ძმავენ, ხო და როგორ შეიძლება ჩვენ კონსტიტუციურ პროცესში ვართ. თავიდან ბოლომდე ეს არის კონსტიტუციური პროცესი, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის გზით ვცდილობთ ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების შეცვლას. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, აი თქვენ გააქვთ ისა, რომ გაიმარჯვებთ? რწმენა გააქვთ, რომ გაიმარჯვებთ? ჯერთი გამარჯვების რწმენის გარეშე რაღაც პროცესში მონაწილეობა საერთოდ სიგიჟეა, ხო? მაგრამ ჩემთვის გამარჯვება რა არის? და თქვენთვის გამარჯვება რა არის? ნაცმოძრაობისთვის რევანშით აღება ხელისუფლების შეიძლება გამარჯვება. ჩემთვის ეს არ არის გამარჯვება. ჩემთვის გამარჯვება არის ევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლილება. ჩემთვის გამარჯვება არის თუ ელექტორალურად დავასუსტებ და მისი მხარდაჭერის მაჩვენებელს ბევრად უფრო ქვევით ჩამოვწვევ. ჩემთვის გამარჯვება რა არის? იცით, ერთი კოცითაც ნაკლები, ერთი ოცნების წარმომადგენელთაც ნაკლები რო იყოს საკრებულოში. ამიტომ ძალიან მარტივ პროცესს ვადევნებთ თვალს და დღეს ვინც გეუბნებათ თქვენ პირდაპირი ფორმით, რომ არ მიხვიდეთ არჩევნებზე, პასუხისმგებლობას არ იღებს იმაზე 5 ოქტომბერს რა იქნება და იმედგაცრუებულს დაგტოვებთ ისევ. ამიტომ თქვენ არავინ არ გიშლით ხელს რომ მოხვიდეთ არჩევნებზე. თუ თქვენი მშვიდობიანი პროტესტის ხმა გინდათ მაინც და მაინც დააფიქსიროთ, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური პარტია პროცესში, სადაც ისმის ჯერთი გეგმის გარეშე რაღაცა გაუგონარი მოწოდებები რაღაც მშვიდობიან დამხობაზე ამ პროცესში ჩვენი პოლიტიკური პარტია მონაწილეობას არ აქვს. ადობერდია სხვა თემებსაც მინდა შევეხოთ მით უფრო რომ ევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატებიც გაიმართა, თუმცა იქამდე კიდევ ერთი პოლიტიკოსის დაკავება ამჯერად კოალიციაცულებისთვის წევრი გელა ხასაია, რომელსაც გუშინ ახკვეთის ხონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მის მიმართ წარდგენილი ბრალი, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად ხასაია მის მიმართ დაპატიმრებისას თუ
დაპატიმრების შემდეგ არა ადამიანურ მოპოვებაზე საუბრობს იმაზე, რომ ასე ვთქვათ, განყოფილებაში ორჯერ გააშიშვლეს და ისიც ისე როგორც მისი თანაპარტიელები ფიქრობენ, რომ საქმე არის პოლიტიკური. აი თქვენ რა შეფასების გაკეთების საფუძველს გაძლევთ მთელი ის გარემოება, რასაც ხასაია საქმესთან ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად გამოჩნდა, რომ განსხვავებული აზრის მქონე აქტიურ ადამიანებს პირდაპირ ფორმით დევნის ხელისუფლება და თუ ვერ აჩერებს, მერე უკვე კონკრეტული ბრალდებებით აკავებს, პროვოკაციებით, გამოგონილი ბრალდებით, შეთითქმული მტკიცებულებებით, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოაქვს განაჩენი ადამიანებისთვის და ეს არ არის მხოლოდ განაჩენი და რამდენიმე წლით ადამიანის ციხეში გამოკეტვა. ჯერ აღკვეცის ღონისძიება აქვს შეფარდებული ამ ადამიანს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ყველა მათგანი იქნება თავისუფალი, მათ შორის გელაც და ბუნებრივად ვერ გაგრძელდება ამდენი ხნის განმავლობაში ის რეპრესია, რომელსაც ოცნების რეჟიმი ატარებს განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებს მიმართ, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც ოცნებამ დაიწყო. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა დაატყვევოს იმისთვის, რომ მერე ძალიან მარტივი იყოს ვაჭრობა. ყველა აქტიურ ადამიანს ესე ანეიტრალებს, ხო? ანუ პროვოკაციებით, შეთითქმული მტკიცებულებებით, რა ვიცი, ზოგი კამერაზე საერთოდ არ ჩანს და ზოგი მაშხალის როლისთვის რაღაცა წარმოუდგენელ რაღაცებს ედავებიან ადამიანებს. შეუძლებელია საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ ეს ადამიანები და ერთი თეორიული დაშვებაც რო გააკეთო, რომ ამ ადამიანმა თეორიული დაშვებითაც კი ჩაიდინა დანაშაული. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი დანაშაული ჩადენის რისკი არსებობს, როდესაც მიმავლის მტკიცებულებების განადგურების რისკი არსებობს და შეუძლებელია ასეთი რისკები არსებობდეს ყველა იმ პოლიტიკურ кейსთან მიმართებით, რომელზეც პატიმრობა გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით. ჯერ მოითხოვა პროკურატურამ და მერე გამოიყენა სასამართლომ. ამიტომ წარმოუდგენელია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მდგენელია ამ საქმესაც, ორი აზრი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ყველა ის საქმე აუცილებლად, რომელიცაც ეხა თითქმის და შავი თეთრი ძაფით კერავს ოცნების რეჟიმი და მისი მართლმსაჯულების სისტემა აუცილებლად გაწყდება. კარგი, რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც დღეს მორიგი დებატები გაიმართა საქართველოს საკითხზე, მიღებულია მორიგი კრიტიკული რეზოლუციაც, თუმცა შევხედოთ, რას ამბობენ ქართულ ოცნებაში ამ მორიგ კრიტიკულ დოკუმენტზე, ყველა აბზაცი ტყუილია, მათი მორალური სტანდარტი ბევრად დაბალია, ვიდრე ქართული სახელმწიფოებრიობის მათ აზრს ნული აქვს ფასი, ამბობს მაგალითად ჩალო პაპუაშვილი და კიდევ ერთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებულად იგრძნობა deep state-ის გავლენები. მათ მიერ მიღებულ რეზოლუციას არ აქვს იმ ფურცლის ფასიც კი, რომელზეც ეს რეზოლუცია დაიჭრა და მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ესე ვთქვათ, პოლიტიკური ფასი შეიძლება ქონდეს მორიგ კრიტიკულ რეზოლუციებს და დოკუმენტებს, როდესაც მართველი პარტიის შეფასებები არის ის, როგორიც არის და რომლის ნაწილი. რა თქმა უნდა, მძიმეა, თქვენ იცით, რომ ფაქტობრივად ოცნების რეჟიმი იზოლაციის გზას ადგას ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არ დარჩა საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც გაწევრიანებული ვარ და ასეთი კრიტიკული შეფასებები არ ისმოდეს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, დასავლური ცივილიზებული ქვეყნების წარმომადგენლებთან ჩვენი ურთიერთობა არის კრიტიკულ ზღვარზე. ფაქტობრივად ეს არის რაღაცა ტექნიკური სახის ურთიერთობა შემორჩენილი მაშინ, როდესაც ასოცირებული ტრიოს ლიდერი ქვეყანა ვიყავით, როდესაც მართლა სანიმუშე ქვეყანა ვიყავით, COVID პანდემიის მართვის თვალსაზრისით თუ რეფორმების თვალსაზრისით, ასოცირების შეთანხმების თუ თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით, როდესაც ეწერებოდა ხელი ასეთი ტიპის შეთანხმებებს, დღეს სად ვართ? დღეს ვართ უბედურებაში, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში, 4-5 წლის განმავლობაში მიგვიყვანებდა და ჩაგვაგდო ოცნების რეჟიმა. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამძიმდება ასეთი შეფასებები, რეზოლუციები, მათ შორის მოთხოვნა, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობა არის გაუარესებული, ფაქტობრივად დევნის ინსტრუმენტად აქცია სახელმწიფო ინსტიტუციები ამ ადამიანების რაღაცა კუდიანებად გამოაცხადა, კეთროვანებად გამოაცხადა, დევნის NGO სექტორს, მედიის წარმომადგენლებს თავისუფალ სიტყვას ზღუდავს, კანონმდებლობას აწესებს, ისეც, რომელიც შეუძლებელს ხდის ოპერირებას, მაგალითად, რეგიონული მედიების მათ დაფინანსებას და ასე შემდეგ. უდანაშაულო პატიმრები ყავს ბოლო-ბოლო ციხეში გამომწყდეული, უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც იზოლირებული კი არ უნდა იყვნენ ამ საზოგადოებაში, იმაზე მეც ვერ გააკეთებს მთელი ოცნება ერთად აღებული, ვიდრე შეუძლია იქ 2-3 ადამიანს, რომელიც გარეთ ყოფნის შემთხვევაში შეუძლია გაუკეთოს ამ ქვეყანას, ხო? წარმოუდგენელია და ეს მართლა ნულები, ეს მართლა ნულები, რომლებსაც ფასი არ ადევთ თავად, იმ გროშის ფასი არ ადევთ ივანიშვილის სამეფო კარზე.
აი ამ გროშის ფასი არ ადევთ, რაც შეიძლება განცხადებები აკეთონ მათ განცხადებებს და აი ეს ადამიანები რო საუბრობენ ვიღაცის რეზოლუციების შეფასებაზე, ცოტა კომიკური ან რა deep state-ზე საუბრობენ. დღეს ხო კობახიძე იყო დანიაში ჩასული. Deep state-ზე ელაპარაკა? მაკრონს მისი ბინძური პროპაგანდული მედიები რო აბრალებდნენ მერცს, მაკრონს და სხვებს იმას კოკაინშიკობას და ნარკომანობას. ესაუბრა ამ საკითხებზე, მაინტერესებს უბრალოდ. ან deep state-ზე ელაპარაკა? მეორე ფრონტის გახსნას რო აიძულებდა თურმე ჩვენს ქვეყანას და აი მითებს და ბინძურ სალაფავს რო ხარშავენ ყოველდღიურად. შეეხეთ ეკონომიკურ სამიტებს საკითხებს შეეხო ის სამიტი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი რომელშიც ირაკლი კობახიძემ მიიღო. კობახიძე წარმოდგენა არ აქვს ეკონომიკაზე და რაზე ველაპარაკა თქვენი შეფასება დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა დღეს განცხადება და განმარტა საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის მიზეზი ამ სამიტში და თქვა რომ ეს არ ნიშნავს ევროკავშირის და დანიის პოზიციის ცვლილებას ქართული ოცნების პოზიციონირებისადმი და რომ ევროკავშირი და მათ შორის დანია კვლავ კრიტიკულია ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ, თუმცა მაინც ფაქტია რომ ქართული ოცნების პირველი პირები ხვდებიან საერთაშორისო ღონისძიებებზე როგორც ამერიკაში ისე ევროპაში და სხედან ევროპელი ლიდერები გვერდით შესაბამისად ხო აი ამ მოცემულობას დაარქვით მისი სახელი ეს რამდენად ნიშნავს ქართული ოცნების საერთაშორისო იზოლაციას საერთაშორისო მოდით ესე დავარქვათ საერთაშორისო იზოლაციისკენ თავად ოცნებას მიყავს თავი მიყავდა ამ პერიოდის განმავლობაში მე არ ვიცი როგორ შემოატრიალებს ამ ყველაფერს დღეს ოცნება ოპერირებს შეზღუდული ლეგიტიმაციის ფარგლებში ეს ნიშნავს იმას უმას აქვს შეზღუდული უფლებამოსილებები. ფაქტობრივად საერთაშორისო დონეზე და ეს ბევრი განცხადება გვინახავს ამასთან დაკავშირებით. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჯერჯერობით იზოლირებულია საერთაშორისო სამიტებისგან, პარტნიორი სახელმწიფოებთან ურთიერთობისგან და ასე შემდეგ და ბუნებრივია საქართველოს, როდესაც ყავს ეგრეთ წოდებული თუ როგორიც წოდებულიც პრემიერ-მინისტრი ბუნებრივია მოსაწვევი იგზავნება ქვეყანაში და ესეთ ტიპის სამიტებში მონაწილეობს. ამიტომ ჩვენ სრულად ვერ ვიტყვით, რომ იზოლირებულები არიან, ეს ფაქტია, მოცემულობაა და ამას მათ შორის ადამიანებმა უნდა გაუსწორონ თვალი. დღეს არის შეზღუდული ლეგიტიმაციის პირობებში მოქმედი ოცნება და ჩვენს ნაბიჯებზე, ჩვენს მოქმედებებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ღონისძიებებზე, როგორც იყო დღეს მაგალითად დანიაში, კოპენჰაგენში გამართული შეხვედრა, აუცილებლად იქნებოდა არა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი, არამედ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რომელიც განსაკუთრებით დაამძიმა ოცნების რეჟიმმა ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ამ ქვეყანაში თუ 10 თვის განმავლობაში. კარგი და ბოლო კითხვა კიდევ ერთ საკითხზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ელჩის დაბარების შემდეგ აი დღეს გახდა ცნობილი რომ ახლა უკვე გერმანიის საგარეო უწყებამ დაიბარა საქართველოს დროებითი რწმუნებული ჩვენ კაფეო გზავნილი გადავეცით საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს წერს გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში არ ვიცი აი რითი დასრულდება თქვენი აზრით სანამდე მივა ოცნება გერმანიის ასეთი გამწვავებული ურთიერთობები და ხო აი სანამდე რა შეიძლება იყოს დიპლომატების დაბარების აი ამ პრაქტიკის ფინალი. ნუ არ ვიცი სრულ სიგიჟეში არიან გადავარდნილი როგორ შეიძლება ქვეყანას რომელმაც შენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. რომელიც იყო ლობისტი შენი საერთაშორისო აღიარების მსოფლიოში. რომელმაც, რა ვიცი, ფუნდამენტი ჩაასხა შენი სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ინსტიტუციური, ფინანსური, აი ყველა ფორმით და დღემდე გიწევს დახმარება სხვადასხვა პროგრამების თუ იმების საშუალებით. როგორ შეიძლება ამ ქვეყანას იმ რიტორიკით ელაპარაკებოდე, რა რიტორიკითაც თითქოს ელჩს იბარებენ და ჯერ რა ფორმატით ელაპარაკებიან, ხო, წარმოუდგენელია. და ყველაფერს თავი დავანებოთ, ეხლა ყველაფერს თავი დავანებოთ აბსოლუტურად. ნუ არ ვიცი, ეხლა ეს ადამიანები რა სუვერენიტეტს განიმტკიცებენ ამით? ერთადერთი საკუთარ სახელმწიფოს აზიანებენ. საკუთარი სახელმწიფოს სუვერენიტეტს აზიანებენ იმით, რასაც აკეთებენ ეხლა გერმანიასთან მიმართებით, საფრანგეთთან მიმართებით, მათ პირველ პირებთან მიმართებით, ლიდერებთან მიმართებით, დასავლეთთან მიმართებით, შეერთებულ შტატებთან. ვინმე სუვერენიტეტს კი არ ამტკიცებენ ამ ქვეყნის და სახელმწიფოებრიობას პირიქით. სუვერენიტეტს ასუსტებენ და აზიანებენ და პირისპირ ტოვებენ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ბჭყალებში ოკუპანტთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ამ ქვეყნის ტერიტორიების 20%. ძალიან მძიმე ვითარებაში გვაქცევენ. მხოლოდ ერთი მიზნით,
ძალაუფლებაში დიდხანს დარჩნენ, მეტი ფული მოიპარონ და მე ეს მეტი ფული გაიყონ და მთელი ამ გაყოფის პროცესს უნდა ვადევნებდეთ ჩვენ თვალს წლების განმავლობაში და ჩვენ გვინდა ცვლილებები, ჩვენ გვინდა ესეთი ტიპის ხელისუფლება არ იყოს ქვეყნის სათავეში. იმიტომ რომ ჩვენ დასაკარგი დრო ნამდვილად არ აგვაქვს და დროის დაკარგვის რესურსი არ აგვაქვს, იმიტომ რომ თაობები შეეწირა იმ ბრძოლას, რომელსაც ქვია ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა და ჩვენ ამ პროცესს გავდივართ. მძიმე პროცესია, მაგრამ ხელისუფლება დღეს ოცნების რეჟიმი გავს, კიდევ ერთხელ გავემეორებ, თიდან დაგორებულ ლოდს, რომელიც გზაზე ანადგურებს ყველაფერს, მაგრამ აუცილებლად ჩაგორდება ბოლოში და კედელს შეენარცხება და დაიფშნება. ეს არის გარდაუვალი პროცესი. მადლობა ბატონ ბერდია იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ბერდიას იჭინავას გემშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთება, ასე რომ დაგვრჩით. რეკლამის შემდეგ თავისუფალი სტუდია პირდაპირ ეთერში ბრუნდება. გვერდდება დღეისთვის ბოლო სტუმარი ვახუშტი მენაბდე, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ერთ-ერთი ლიდერი, გაგვიზიარებს ახლა საკუთარ შეფასებებს, რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ამ კვირის მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მაინც 4 ოქტომბერია. ბატონ ვახუშტი, გამარჯობა და მადლობა რომ შემოგვერთით. მადლობა რომ მომიწვიეთ და ერთი დაზუსტება ჩვენ ლიდერები არ აქვს მოძრაობაში. წევრები, ხო, სხვა არ გიყვართ ამ სტატუსით წარდგენა. ყველა თანასწორად იღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისას. დემოკრატიისთვის ერთ-ერთი წევრი ვახუშტი მენაბდე. ბატონ ვახუშტი, მოკლედ დღევანდელი დღეც გავიდა, შესაბამისად ერთი დღეც და უკვე დადგება 4 ოქტომბერი, რომელიც ძალიან დატვირთული იქნება მისი შინაარსით ერთი მხრივ იმიტომ, რომ ამ დღეს უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები, მეორე მხრივ იმიტომ, რომ ოპოზიციის ნაწილი რუსთაველის გამზირზე ეპატიჟება საზოგადოებას საერთო სახალხო პროტესტის მოსაწყობად. ახლა ბევრი თემა გვაქვს, რაზეც მინდა რომ გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრო, თუმცა დავიწყოთ მაინც სწორედ 4 ოქტომბრით, იმიტომ რომ პროტესტის აქტიური მონაწილე ხართ და 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე გახართ პირადად თქვენ სხვა ახალგაზრდებთან ერთად. როგორ უყურებთ შესაბამისად ანონს მშვიდობიანი რევოლუციის და ქართული ოცნების მშვიდობიანი დამხობის შესახებ და რამდენად გჯერათ, რომ ამ გეგმის ავტორი ძალები მართლაც მშვიდობიანი გეგმით მოდიან. პირველ რიგში ჩვენ ამ სტუდიაში ერთხელ ეს ახსენი უკვე სხვა გადაცემაში ოღონდ ჩვენ სოციალ-დემოკრატები რევოლუციას სხვა რაღაცას უძახით. რევოლუციას ჩვენ უძახით, როდესაც იცვლება საზოგადოების მოწყობის ლოგიკა. ხო, უბრალოდ მთავრობის ცვლილებას ჩვენ რევოლუციას არ უძახით. რაც შეეხება კონკრეტულ ეს ერთი დაზუსტება. ხო, კი ბატონო, ვისაუბროთ მთავრობის ცვლილებაზე. მთავრობის ცვლილებას რაც შეეხება კონკრეტული გეგმა რა აქვს იმ ჯგუფს, ვინც ეს დღე დაანონსა, მან უნდა გითხრას, მე ვერ მოვისმინე მართალი გითხრათ, კონკრეტული გეგმა რა არის. მაგრამ ხალხს აქვს უფლება ნებისმიერ დღეს 4-შიც, 1-შიც, 7-შიც და 25-შიც გამოვიდეს რა რაოდენობითაც უნდა და რა მოთხოვნებითაც უნდა და მშვიდობიანად მოითხოვოს ცვლილებები. მათ შორის მთავრობის ცვლილება, ხო? ხალხი გამოდის და ჩვენ 300 დღეა ამას ვაკეთებთ, ხო? 300 დღეა გამოდივარ და ვეუბნებით რეჟიმს. თქვენ ხართ არალეგიტიმური რეჟიმი, არჩევნები манипуляции ჩაატარეთ, მშვიდობიანი მომიტინგეებს სახიზულები დაუმტვრიეთ, 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გყავთ, თქვენ უნდა წახვიდეთ და დაინიშნოს ახალი არჩევნები. მე წარმომიდგენია, რომ 4 ოქტომბერი იქნება ერთი ესეთი დიდი შეკრება, რომელიც ამ მოთხოვნას კიდევ ერთხელ დააყენებს და ძალიან გამიხარდება თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ ხალხის ნების შესაბამისად მას ლეგიტიმაცია გამოსცილი აქვს, მას მართვა აღარ შეუძლია გადადგება და დანიშნავს ახალ არჩევნებს. მაგრამ ეს გამიხარდება მე 2-შიც, 4-შიც, 7-შიც და 25-შიც.
მაგრამ რამდენად ექნება იმ გეგმას, ასე ვთქვათ. გეგმა არ ვიცი რა, არ არსებობს. ეს ავტორებს უნდა კითხო. სრულად არ ვიცით, მაგრამ გარკვეული სახის ინფორმაცია ხომ გავრცელდა. აი მაგალითად, პაატა ბურჭულაძემ უკვე რამდენჯერმე გააკეთა ღიად განცხადება, რომ იქ რაღაცა ეროვნული კრების გამართვა იგეგმება რუსთაველის გამზირზე, ისე როგორც მოხდება მინისტრთა კაბინეტის წარდგენა. აი ამ ტიპის გეგმებს და ამ ტიპის, ასე ვთქვათ, სცენარს თქვენი მოძრაობის მხარდაჭერა რამდენად შეიქმნა? პირველი პრობლემა რაც არის. ხო, ეს სცენარიაზე თქვენი ლაპარაკეთ, რომელიც რაღაცა რამდენიმე იმას შეიცავს, ხო, რამდენიმე ნაბიჯს და არა მთლიან გეგმას. რაღაცა სცენარის პირველი რამდენიმე აქტი. ამ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ორგანიზატორია ამ შეკრების, არავისთან არ შეუთანხმებია. ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არ შეუთანხმებია. ამდენად ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ იმ გეგმაში, რომელიც არავის არ გაუნდია ჩვენთვის. ანუ რუსთაველის გამზირზე არ იქნებით 14 საათი და ნახეთ რა ხდება. რუსთაველის 4-ში რუსთაველის გამზირზე მოვა ძალიან ბევრი ადამიანი. მათ შორის ვიღაცები მოვლენ, ვისაც ის გეგმა, რომელიც წარმოადგენს ეს რამდენიმე ადამიანმა, ხო, ვინც ამას აქტიურად ხარს უჭერს, მისაღებია, ვიღაცისთვის ბუნდოვანია და ვიღაცას ეს გეგმა საერთოდ არ აინტერესებს, იმიტომ რომ 300 დღეა იქ დადის და 300 მეერთე დღესაც იქ მივა. და მზად არის, რომ იმ შემთხვევაშიც თუ კიდევ ერთი დღე იქნება საჭირო, ან კიდევ 10 დღე იქნება საჭირო, კიდევ მოვიდეს, თუმცა რა თქმა უნდა, ყველას გაუხარდება ის, თუ მაგალითად 4 კი არა, 2, 3 იქნება ამ რეჟიმის ბოლო დღე. ან 4, ან 5, ან ასე შემდეგ, ნებისმიერი დღე. ყველას ძალიან გაუხარდება ეს. ამიტომ ჩვენ 4-ში მისული ადამიანები, ჩვენ თვითონ ნიუანსურად შევხედოთ ამას რა. 4-ში მისული ადამიანები არ უნდა აღვიქვათ როგორც ერთი ჯგუფის მიერ მართული ხალხი. ძალიან ბევრჯერ ვნახეთ ამ პროცესში, როგორ მოსულან ადამიანები, როგორ მიუღიათ მონაწილეობა დემონსტრაციაში და როგორ არ გაუთვალისწინებიათ ლიდერების მითითებები. და საკუთარი არჩევანი გაუკეთებიათ. თავარი ღირებულება, რაც აქვს რუსთაველის გამზირს, როგორც ეპიცენტრს, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით არის, ხო? ზოგან მუდმივად, ზოგან პერიოდულად ეს პროტესტი. ამ წინააღმდეგობას მთავარი ღირებულება, რაც აქვს, ეს მთავარი ღირებულება არის ჰორიზონტალურობა. იქ არავინ არ არის არავისზე მეტი. იქ ყველა პასუხისმგებელი არის საკუთარ თავზე, საკუთარ ჯგუფზე, საკუთარ მომხრეებზე. იმაზე, ვისთან ერთადაც წარმოსახული აქვს კონკრეტული ბრძოლის გზა ამ რეჟიმთან. ჩვენ სოციალ-დემოკრატებს ჩვენი გზა გვაქვს წარმოსახული და ამაზე ვართ პასუხისმგებელი. ამიტომ აქ ყველაზე ცუდი რა არის, იცით? ყველაზე ცუდი არის, როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ან ერთი ლიდერი ცდილობს აი ეს თანასწორობა დაარღვიოს და შემოიტანოს იერარქია და თქვას, რომ მე ყველაზე მაღლა ვარ და მე რასაც გეტყვით, იმას გააკეთებ. ეს არ გავა, ეს ნათელია, მაგრამ უბრალოდ ეს სურვილი რო აქვს და ამ ჰორიზონტალურობას უქმნის სარტყელს, რაც თავარი მომნაპოვარი არის წინააღმდეგობის. ეს არ არის მისაღები. მისი მოძრაობით ვერ აღმოჩნდება ბრძოლის წინახაზე. შეგვიძლიათ რომ თქვენი პოზიცია ასე შევაფასოთ და აქვე კიდევ ერთი მე არაფრის წინასწარმეტყველებას არ ვაპირებ, ვინ სად აღმოჩნდება ეს მე არ ვიცი წინასწარ, მაგრამ მე ვამბობ ჩემს ეთიკურ დამოკიდებულებას პროცესის მიმართ, რომ არავინ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს უფლება წავიდეს ხალხის ნების წინააღმდეგ ან
მისცეს საკუთარ თავს უფლება უთხრას ხალხს რა უნდა გააკეთოს ან დააძალოს. შეთავაზება ყოველს ყველაფრის შეუულია, ცხადია, მაგას ვაკეთებთ, როდესაც რაღაცა პოლიტიკურ ხედვებს ვაზიარებთ საზოგადოებისთვის, მაგრამ აი ამისი დაძალება, ამისი შანტაჟი, ამისი უფლება თავს არავინ არ უნდა მისცეს. თქვენი აზრით, მაინც ვის ორგანიზებაზეა დამოკიდებული ხელისუფლების შეცვლა? პარტიების თუ სამოქალაქო საზოგადოების და მართლა გულწრფელად მაინტერესებს ამაზე თქვენ. მოგახსენეთ. ნება მომეცით ცოტათი ვრცლად გიპასუხოთ. ძალიან ბევრს არ ვლაპარაკებ. ესე იგი, რა არის, როგორი იყო ჩვენი პროტესტი? თავიდან, ხო? დეკემბერში, ნოემბრის ბოლოს. ეს იყო სპორადულად წამოსული პროტესტი. ადამიანები გაბრაზდნენ ჯერ კონსტიტუციური ღირებულებების შეცვლის გამო, საქართველოს საგარეო არჩევანის შეცვლის გამო, შემდეგ უკვე იმ ძალადობის გამო, რაც სპეცრაზმისგან და ტიტუშკებისგან ნახეს ამ ადამიანებს და ხალხი გამოვიდა ქუჩაში ამის გასაპროტესტებად. მაგრამ შეიძლება ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ ეს ადამიანები ყველანი ჩვენ ვიყავით ცალ-ცალკე. ფიზიკურად და დროში ერთმანეთს ვერ ვთხვეოდით, მაგრამ რეალურად ჩვენ არ გქონდა საერთო პროექტი. რაღაც ეტაპზე უკვე რუსთაველმა დაიწყო ფორმირება როგორც ინტერესთა ჯგუფების ერთობა. აი რომ მიხვალთ რუსთაველზე, ხო? აუცილებლად ამას თქვენ დაინახავთ, ხო? სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები პარტიებზე არ გულისხმობ და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები ერთად დგანან, მათ ერთმანეთი იპოვეს და ერთმანეთს უზიარებენ ხედვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. ანუ საზოგადოებამ ინდივიდუალური წინააღმდეგობიდან დაიწყო გადასვლა, ესე იგი, კოლექტიურ წინააღმდეგობაში და ჯგუფებად დაიწყეს ფორმირება, პოლიტიკურ ჯგუფებად დაიწყეს ფორმირება. ახლა რა არის? ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამის მერე რა საფრთხე ჩნდება? ამის მერე ჩნდება საფრთხე, რომ რომელიმე ჯგუფმა მოინდომოს იერარქიის შემოტანა და ამ თანასწორობის დარღვევა, რაზეც ცოტა ხნის წინ ვილაპარაკე. ჩვენი ამოცანა რა უნდა იყოს? ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოორდინირება აი ამ ჯგუფების, იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს საკუთარი გეგმა. და არ არის აუცილებელი ეს გეგმები ერთმანეთს ეთანხმებოდნენ ამ გეგმებში, ერთმანეთს უთანხმებდნენ ამ ეს ამისი აუცილებლობა არ არის, იმიტომ რომ ეს ჯგუფები სხვადასხვა იმიტომ არიან, რომ სხვადასხვანაირი ხედვა აქვს. მაგრამ მთავარი არის, რომ უკვე ამ ჯგუფებმა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ რუსთაველზე ჩამოყალიბდა, დაიწყოს მოქმედება რუსთაველს მიღმა. ჩვენ გვჭირდება უკმაყოფილების პოლიტიზირება. ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან ბევრი კონკრეტული პრობლემა აქვს. ჩვენ გვჭირდება ახლა ის რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც დღემდე არ არიან ჩართული ამ წინააღმდეგობის პროცესში, დაინახოს ის, რომ წინააღმდეგობას მათი გასაჭირი უჭირს. წინააღმდეგობას მათი დარდი ედარდება. კარდაკარ შემოვლის პრინციპი. უნდა იმუშაონ სხვადასხვა ჯგუფებთან, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, პირისპირ, იმიტომ ნახეთ აქ თავარი რა არის პროპაგანდა, როდესაც ლაპარაკობს ეკრანიდან. მას ძალიან დიდი ჩვენ ვერ დაუპირისპირდებით პროპაგანდას, იმხელა რესურსები აქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პროპაგანდას ერთი ნაბიჯის წინ გავუსწროთ და პირისპირ ლაპარაკზე გადავიდეთ და ვერც ერთი პროპაგანდა ვერ დაამარცხებს იმ პოლიტიკური კომუნიკაციის სტრატეგიას, რომელიც პირისპირ კომუნიკაციაზე იქნება აგებული და არა ეკრანიდან კომუნიკაციაზე. პოლიტიკური პარტიების კონტექსტში მინდა ჩაგიკითხოთ, აი რით იხსნით იმას, რომ ქუჩის პროტესტს, ასე ვთქვათ, ორგანიზებულ ფორმას ვერ აძლევენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ძალიან კარგია რომ ვერ აძლევენ. რამდენად ეს მოგწონთ? მე მინდოდა მეკითხა, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში რაღაც პარტიულ პოლიტიკური კრიზისია და თუ კი ეს ასია, მიზეზები რა შეიძლება იყოს? მიზეზები მხოლოდ ქართულ ოცნებაში უნდა ვეძებოთ თუ ამავე დროს თვითონ ოპოზიციურ სპექტრში? პარტიულ პოლიტიკური კრიზისი ნამდვილად არის, თუმცა პარტიულ პოლიტიკური კრიზისის გამოხატულება რაღაც გამოხატულება კარგია და რაღაც გამოხატულება, იმიტომ რომ ეს კრიზისი რაღაცას ეხმარება და რაღაცას ხელს უშლის. ის რომ აი ამ რუსთაველის გამზირზე და წინააღმდეგობაში, რუსთაველის გამზირი კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის პირობითი. გულისხმობ, როცა რუსთაველის გამზირს ვამბობ, გულისხმობ თელ წინააღმდეგობას, რომელიც თელი საქართველოს მასშტაბით არის, ბათუმში, ქუთაისში და ასე შემდეგ ყველგან. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აი ამ წინააღმდეგობაზე და ამ წინააღმდეგობას რო ვერც ერთი პოლიტიკური პარტია რო ვერ მართავს, ეს არის კარგი. და ეს კარგია მათ შორის ტაქტიკურადაც რეჟიმს უჭირს მოიხელთოს, თორე ერთი-ორი ლიდერი თუ ყავს, იმ ერთ-ორ ლიდერს გაანეიტრალებს და წინააღმდეგობა ჩამოიშლება. გავავიდეს, მაგრამ ხელისუფლება საბოლოო ჯამში ხო მაინც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეცვალონ, ხო? შესაბამისად კი, ხო და აი ახლა გადავალ მეორე ნაწილზე.
მაგრამ პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ხედვა. სამწუხაროდ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ხედვა, ისინი რა თქმა უნდა მე მესმის რომ ძალიან მწირე რესურსები აქვთ, მაგრამ ამ რესურსებს ვერ იყენებენ ეფექტიანად, ვერ იყენებენ პირისპირ კომუნიკაციისთვის, ვერ იყენებენ ელექტორატის გასაზრდელად, ხარდამჭერების გასაზრდელად, ვერ იყენებენ იმ კითხვებზე პასუხის მოსაძებნად, რაც ქართულ საზოგადოებას აწუხებს. ეს არის ერთი დიდი პრობლემა და მეორე პრობლემა არის ის, რომ საზოგადოება ვერ ხედავს, აი ამ პირველი პრობლემიდან გამომდინარე, მძლავრ ალტერნატივას. ანუ მე რო ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და კონკრეტული პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ მე ვარ მზად ჩავანაცვლო რეჟიმი, მარტო ის არ კმარა, რომ მე ვიქნები პროდასავლური და მე ესე იგი შვიდობიან დემონსტრაციებს არ დავარბევ. მარტო ეს ორი დაპირება არ კმარა იმისთვის, რომ საზოგადოება შენს მიმართ ნდობით განეწყოს და შენზე გააკეთოს გათვლა. შენ გჭირდება ძალიან კონკრეტული გეგმა იმისა, როგორ მოაგვარებ ამ ადამიანების პრობლემებს. ჩვენ მაგალითად სოციალ-დემოკრატები ამა მიუხედავად ის, რომ პარტია არა ვართ, ჩვენ ვმუშაობთ გამალებით იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ კითხვას გავსვათ პასუხი. ძალიან ცოტა რესურსები გვაქვს. ძალიან გვიჭირს თითოეული წუთი, იმიტომ რომ ერთი მხრივ ვართ ქუჩაში და ვაკავებთ ამ ვცდილობთ რომ შევაკავოთ ეს რეჟიმი, მეორე ხელით წერთ პროგრამებს. მესამე ხელით მივდივართ და ვცდილობთ ყოველკვირეული შეხვედრები დავიწყეთ. ეხა კვირაში ერთი დღე გამოყავით სხვადასხვა წერტილზე. რეგულარული, თორე ისე მუდმივად დავდიოდით, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა თბილის გარეთ რეგიონში. ამიტომ ჩვენ თუ ამას ვახერხებთ და ამაზე ვმუშაობთ და ამის შესახებ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, პოლიტიკურ პარტიებს, რომელიც ჩვენზე გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ჩვენზე დიდი ხნის დაარსებულები არიან და სულ ცოტა სტრუქტურული გამართვის პრობლემები არ უდგათ, ხო? იმათ რომ მით უმეტეს შეუძლიათ ამის გაკეთება. ბატონო ახუშტი, დრო მინდა სწორად გავანაწილოთ, ამიტომ სხვა აქტუალურ საკითხებსაც შევეხოთ და პირველ რიგში კოალიციად ცვლილებისთვის წარმომადგენლის გელა ხასაიას საქმე, რომელსაც დიდი ვნებათა ღელვა და ამავე დროს ბევრი კითხვა ახლავს, მას გუშინ ახმეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ამას კი ემატება ასე ვთქვათ ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ერთი მხრივ ადვოკატის მხრიდან და მეორე მხრივ უშუალოდ ხასაიას მხრიდან. ადვოკატის ასე ვთქვათ განცხადებიდან მოკლე ამონარიდი გელა განყოფილებაში ორჯერ გააშიშვლეს და ამაში მონაწილეობას იღებდა 30 პოლიციელი, პარალელურად აყენებდნენ შეურაცხყოფას მუქარას, რაც ხდებოდა წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ტერორის და დამცირების ფონზე. წარმოიდგინეთ როგორია შიშველი დგომა 30 აგრესიული პოლიციელის გარემოცვაში, ეს წამება 20 წუთში კი ისევ იგივე გაიმეორეს, ეს არის როგორც უკვე აღნიშნე ადვოკატის განცხადება. არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, რა შეიძლება დაერქვას იმას, რასაც ვისმენთ და აი როგორც ოპოზიციაში გვესმის განცხადებები, რატომ გადავიდა ხელისუფლება რიგ შემთხვევაში პატიმრების მიმართ იმ ტიპის მეთოდების გამოყენებაზე, რის გამოც წლების წინ ასე ვთქვათ სახლში გაუშვა წინა ხელისუფლება ქართულმა საზოგადოებამ. პირველ რიგში სოლიდარობა ბატონ გელას. ის არის კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი განსხვავებები იყოს ჩვენს პოლიტიკურ ხედვებში. ის რასაც ახლა თქვენ წაიკითხეთ და რასაც ვისმენთ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში არის იმის მაჩვენებელი, რომ რეჟიმს არ აქვს არავითარი ადამიანური სახე. ანუ ის ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ აი თითქოს ადარებენ წინა ხელისუფლების მოქმედებებს და აი ვიღაცა ამბობს, რომ ჯერ სადღაც ჯერ ბიზნესამდე არ მისულან, ჯერ თქვა ციხეში არ აწამებენ, ჯერ აქედან ეუბნებიან, რომ სამაგიეროდ ესენი წინას საგარეო პოლიტიკური კურსი არ დაუყენებია კითხვის ნიშნავს და ასე შემდეგ. ეს კამათი არის უაზრობა. არსებობს ბოროტების ზღვარი, რომელსაც როდესაც გადალახავს ძალაუფლებაში მყოფი ძალა, უკვე იმის იქეთ გარკვევა
რომელმა უფრო შორს გადალახა, რომელი უფრო შორს წავიდა ამ წითელ ხაზს მიღმა აზრს კარგავს. ქართულ ოცნებას დიდი ხანია გადალახული აქვს ჰუმანიზმის ზღვარი, ლეგიტიმურობის ზღვარი და ადამიანის უფლებებზე და ღირსების პატივისცემაზე დაფუძნებული ხელისუფლების ზღვარი. ზიად უправას საქმეზე რა გაქვთ თქმელი, რომლის დაკავების შესახებ გუშინ გაიგო ქართულმა საზოგადოებამ და სუსის განცხადება მოვისმინეთ. სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ მოწოდებას ედავებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა მანდ ასევე ბიძინა ივანიშვილის წერილი და მაგაზეც მინდა ორი სიტყვა გითხრათ, რომელიც ასევე გამოქვეყნდა, ხო? მაგრამ ჯერ დავასრულებ. აი ეს ზღვარი ქართულ ოცნებას გადალახული აქვს და ყოველ ჯერზე ჩვენ არ უნდა თქვათ, რომ აი ამას არ მოველოდით. უკვე ყველაფერი მოსალოდნელია მათგან, მისგან. ქართული ოცნებისგან ყველაფერი არის მოსალოდნელი. რაღაცები შეიძლება რაღაცა რაც არ გაუკეთებია ტექნიკურად არ მოსულია აზრად და მაგით არ გაუკეთებია, ან რაც სხვა მიზეზით არ გაუკეთებია, ეგ არ ნიშნავს რომ არ გააკეთეს. ანუ ქართულ ოცნებას გადალახული აქვს ყველა ის ზღვარი, რომლის მიღმაც მისთვის სულ ერთია, რაც გააკეთებს და არ გააკეთებს. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ, ყველა მოქალაქემ ეს მკაფიოდ უნდა გააცნობიეროს და დაიჯეროს, რომ ქართული ოცნება არის ანტიდემოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც არც ადამიანის ღირსება, არც ადამიანის თავისუფლება და არც ქართველი ხალხის ნება არ აინტერესებს. აი ეხლა უნდა გადავიდეთ თქვენს კითხვაზე. ზიად უправაზეც გითხარით მოკლედ არის თუ არა ეს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების მცდელობა, არ ვიცი, შეიძლება თუ არა მოკლედ მის განცხადებას ეს კვალიფიკაცია მიეცეს და შემდეგ ბიძინა ივანიშვილის წერილი და ამით არ ერთიანობაში ესე იგი რას გულისხმობს ეს აი ეს ბოლოდროინდელი დაკავებები რა. მათ შორის აი ეხლა რა შემთხვევაშიც ვილაპარაკეთ რა კითხვას ვამთ ბიძინა ივანიშვილის წერილი და ზოგადად განწყობა ქართული ოცნების. ბიძინა ივანიშვილი წერილებს აქვეყნებს მაშინ, როცა ყველაფერი ისე ვერ არის, როგორც მან დაგეგმა. ხო? კრიტიკულ მომენტში, ქართული ოცნებისთვის კრიტიკულ მომენტში ბიძინა ივანიშვილი როგორც რაღაცა ბოლო სვლა ისე შემოდის. ამ შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილის ეს წერილი მე მაფიქრებინებს იმას, რომ ქართული ოცნება არ ელოდა ქართული საზოგადოების მობილიზებას 4 ოქტომბრისთვის. და ამიტომ საჭირო გახდა მისი ჩართვა ამ პროცესში და ამიტომ საჭირო გახდა ეს დაკავებებიც. რომ შიაში, ამიტომ აი იგივე მან დავამატოთ აი ეს შემთხვევებიც, ხო, რომელიც ბოლოს გახმაურდა ინდივიდუალური პირების კორუფციასთან დაკავშირებული. არა, ინდივიდუალური პირების შემოსავლების გამორკვევა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ და დაინტერესება, ხო? ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ცდილობს გამოიყენოს ყველა ბერკეტი. ვიღაცები დაჭერით შეაშინოს, ვიღაცები ფინანსური მდგომარეობის და ფინანსური გადარიცხვების ქექვით შეაშინოს, ვიღაცები შეაშინოს აი ამ რიტორიკით, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილში იყო გადმოცემული, ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება არ ელოდა ისე განვითარდა მოვლენები. რა თქმა უნდა, ეს მე არ მინდა, მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ უპასუხისმგებლო საჯარო განცხადებების და უსაფუძვლო იმედების ჩანერგვის. ამიტომ ეხლა რასაც ვამბობ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეხლა აუცილებლად რეჟიმი ჩამოიქცევა. არა, ამას არ ნიშნავს. თუმცა სიამოვნებით ვიხილავდი ამას. არამედ ნიშნავს იმას, რომ რეჟიმისთვის მთლად ისე ვერ მიდის საქმე, როგორც მან დაიგეგმა და რაღაცა პატარა უპირატესობა წინააღმდეგობას აქვს. დიდი მადლობა ბატონო ვახუშტი იმისთვის რომ
იყავით ჩვენი სტუმარი და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, დაგემშვიდობებით. დასრულებულია თავისუფალი სტუდია, შესაბამისად ერთმანეთს ამ სტუდიაში უკვე მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით. ნახვამდის.